მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 74 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა და გამომდინარე იქიდან რომ სოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 4 მატჩი დარჩა, გადავწყვიტეთ რომ შევკრებელი ყავით და გვესაუბრა მეოთხე ფინალებზე. ბექასთან და რეზისთან ერთად იმყოფები ბიჭო, პირველ რიგში მოგესალმებით, ღამენათევი სახეები გაქვთ. სავარაუდოდ ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი ეგრეა, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული შაბათი იყო, არა მხოლოდ ფეხბურთებით, არამედ სხვა სპორტის სახეობითაც ჭიდაობა იყო, MMA იყო, კონორ მაკგრეგორის დაბრუნება იყო და მოკლედ მაგარი ამბები იყო და ძალიან გრძელი შაბათი იყო. უსახელო დაბრუნება გამოვიდა, ხო? კი ბატონო. ეს სიმფსონების მემეროა, ხო იცი, შემოვიდა და ტრიალ დაბრუნდა. ძალიან უსახელო დაბრუნება გამოვიდა. ბექას განსაკუთრებით ეძინება. სიმია ერთთვის გადათენება. ძალიან მძიმეა გეთახრები. თუმცა მაგრამ მორჩა ეგეთი თამაშები უკვე არ იქნება. მაგას ვამბობდით წეგან ზუსტად რომ 4 თამაში დარჩა და 4-ივე 11 საათზე. პირველ საათზე მესამე ადგილისთვის თამაში. რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ხალხი არ უყურებს. აი ირაკლის ეუბნებოდი ხნე ხო არგენტინის ამბავში რომ მირჩევნია ფინალი წააგონ. ვიდრე მესამე ადგილისთვის ითამაშონ, იმიტომ რომ ერთხელ მაქვს ნახი მესამე ადგილისთვის თამაში. 2019 წლის კოპაზე მოუწიათ მაშინ. ნახე, იმიტომ და აი ვერ გულშემატკივრობ რა, ანუ უკვე თავარი თამაში წაგებული გაქვს, იცი რომ რაღაც ამ თავარ ჯილდოს ვერ იგებ და ეს მესამე ადგილი. აი წინა მსოფლიოზე აი რაღაცა ყველა медаლი იქნება მოგებული. ხო, მესამე ყველაფერი იქნება, მოგებო 3 იქნება, მაგრამ არა. ფინალის წაგება ჯობს კიდე რა. ფინალში გულშემატკივრობა ანუ მუღამი მაინც გაქვს რაღაცის და მესამე ადგილისთვის. აი წინა მსოფლიოზე მესამე ადგილს აზრი ქონდა, როცა ხორვატია მაროკო იყო და ნუ იმათთვის ახლა რაღაც ღირებული იყო ეგ მესამე ადგილის მედლები. კი ბატონო. ამ 4-დან ახლა არ მგონია რომელიმე ძალიან გაბედნიერდეს მესამე ადგილით. კი ბატონო, ჩვენ როგორც მომთაბარე პოდკასტის სახელით ცნობილი ხალხი, ამ მომენტისთვის ვიმყოფებით ტერმინალში და მადლობა უნდა უთხრათ აუცილებლად ჩემს და ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებს იმისთვის, რომ დაგვითმეს ეს სივრცე და გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩავწეროთ და შევაჯამოთ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც როგორც ვთქვით, უკვე დასასრულისკენ მიდის. ჰაბსჯი ვახსენოთ აქვე, ჩვენი მეგობარი კომპანია და სხვათა შორის ჰაბსჯისთან ერთად ქართული კლუბების მაისურებს ვათამაშებთ და ამაზე ბუნებრივია პერიოდულად გაქვთ ხოლმე ინფორმაციები და რამდენიმე ადამიანმა მოიგო კიდეც. აუცილებლად უნდა გთხოვოთ ამ ვიდეოს დალაიქება, ეგ აუცილებელია არხის გამოწერა, ვისაც არ ყავართ მეგობრებო გამოწერილი და წავიდეთ ნელ-ნელა. უმჯობესია მე მგონი დავიწყოთ უშუალოდ მეოთხედფინალებით, იმიტომ რომ კარგი თამაშები ვნახეთ და როდესაც ამ ნაწილს ასე ვთქვათ ჩავხურავთ, შემდეგ ტიტულოვანი და მნიშვნელოვანი გუნდები, ვინც გაგვივარდა და დაგტოვა წინა ეტაპზე, ეგენიც აუცილებლად ვახსენოთ ბრაზილია და პორტუგალია მაგალითად. წავედით. პირველი თუ გვინდა რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად, როგორც ჩვევია ხოლმე, საფრანგეთის ნაკრები იყო და ალბათ მეოთხედფინალებში ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება, ვინც მოიპოვა, იყო საფრანგეთის ნაკრები. კлау ოლისეს და ბაპეს და დემბელეს რაღაცა ფენომენალური მატჩების დამსახურებით უშანსოდ დაამარცხეს ძლიერი მაროკო, უნდა ვთქვათ. ნუ ანგარიში არასახავს თან თამაშის იმას. პენალტი მარტო რამდენს ნიშნავს, სხვა რა არაფერი. პლუს კიდე იმდენი მომენტი ქონდა, თან მე მაროკოსგან უფრო მეც ველოდებოდი ამ თამაშში და აშკარად რაღაც იმედგაცრუება იყო. ნუ გასაგებია ზაიბარი აკლდათ, რაც დიდი დანაკლისი იყო ზაიბარის გაცენტრ ფორვარდება ამ სოფლიო ჩემპიონატის სიახლე, მანამდე არ უთამაშია ნაკრებში ეგრე. მაგრამ ნუ ძირითადად მაროკოს ამოცან თითქოს თავიდანვე ისე იყო, რომ პენალტებამდე მივიდეთ და იქ მერე ბუნუ მოიგებდა პენალტების სერიას, მაგრამ რაღაც ეს აი პარაგვაის ავტობუსი საფრანგეთთან, პარაგვაი სხვა რაღაცით გაიქვა სახელი, მაგრამ ნუ პარაგვაის ავტობუსი საფრანგეთთან დამაჯერებელი იყო. ანუ საფრანგეთი მომენტებს ვერ ქმნიდა. ეს ავტობუსი არა დამაჯერებელი იყო, იმიტომ რომ მომენტები ექნებოდა საფრანგეთს. ესენი არ ურტყავდნენ ეგრე. შეიძლება ხო და თან იყო თქოს რომ აი ბურთის ფლობით უნდა და მაროკოს თავის დაცვა, ორივე ტაიმში მეტი ქონდა ბურთის ფლობის მაჩვენებელი, მაგრამ ნუ ეგეც ბევრი არაფერი გამოუვიდა, მაგრამ ანუ შანსო წააგო. როგორი გუნდის დაბეჭდება დატოვა ისე, აი თითქოს უკვე თავი ამოწურეს წინა მსოფლიოდან აქამდე. პლუს დამატებითი აფრიკის თასი რაც ჰქონდა ცოტა სკანდალური. აი რაღაცა სიახლეები ჭირდებათ უკვე მაგათ თამაში და თითქმის ერთნაირად თამაშობდნენ ის მსოფლიოც, უბრალოდ მეტად ენერგიულები იყვნენ და მაშინ ენესირი წინავდა და ძალიან ზიეთში ყავდა და სხვა ხალხი იყო მაშინ. ის ცოტა კრეატივი მოაკლდა, მაგრამ ნახევარდაცვაში დაიმატა მეტი სტაბილურობა, მაგრამ ის რაღაც კრეატივი რომ მოაკლდა ამ პერიოდის განმავლობაში ის ვერ შეავსეთ ვერავინ. აი უნაჰიმ გაიტანა გოლები, რომელიც მისგან არ ელოდები რომ ეგეთ გოლებს გაიტანა და გაიყვანა მეოთხედფინალში. სამამისად ეგ რაღაც ის ერთი ექსტრა აკლდა, რითაც იმ ბოლო მომენტში ვერ ფნიდნენ მომენტებს, არამდე ვერ მიდიოდნენ საიბარის დამტვრევაც. დიდ დანაკლისი იყო, იმიტომ რომ
გამოჩნდა პირველივე თამაშებიდან რომ რაღაც დონეზე მასზე არის აწყობილი შეტევის გარკვეული ასპექტები და ეს ყველაფერი რომ მოაკლდათ უკვე დარჩა ნახევარი დაცვა და იქით აღარაფერი. ეს ჰაკიმის არ არის მართლა ის. ელჰანოსი იდგა თავდამსხმელად რომელიც ნახევარმცველია და რეალურად ცენტრში უნდა შეეკრა იმას თამაშებ და ელჰანოსი ძირად ვერ გამოიყენეს. ისე მაროკო საინტერესო ნაკრებია იმიტომ რომ ზედიზედ ორი კარგი მსოფლიო მიაბა. თან ეს ფეხბურთელებიც მეტნაკლებად ახალგაზრდები არიან და წინა ახალგაზრდული მსოფლიოში არიან მოიგო მაროკო. და ეს მოჰამედ ვაჰბიც კარგი მწვრთნელი ჩანს რა, რომელიც ახლა დაინიშნა რეგრაგი წინა მსოფლიოდან გაუშვეს. აფრიკის თასის შემდეგ და მოკლედ ვაჰბი მეც რაღაც აი მაგალითად საიბარის ცენტრ ფორვარდება და რაღაც საინტერესო იდეები მოიტანა აი ვაჰბი იყო ახალგაზრდული მწვრთნელი მსოფლიოზე. მოკლედ მომდევნო მსოფლიოზეც მაროკო იქნება რა. ანუ მეორე მხარეს არის რომ ისინი ამაზონ ყოფილად მაგარი გუნდია. ხო საფრანგეთი ძალიან ძლიერია, მთავარი ფავორიტია. ნუ არ ვიცი ალბათ ესპანეთი, ნუ ესპანეთზე მივიღოთ, აი ესპანეთ საფრანგეთზეც ხო ვისაუბრებთ რა, მაშინ შეიძლება ითქვას რომ აი ესპანეთი თუ მოახერხებს რამეს. აი მე უბრალოდ რა მგონია ის კიდე საფრანგეთი იქნებოდა მოსაწყენი გუნდი, ის რაღაც კლასიკური პრაგმატული გუნდი დეშამისაც ვიცით ყველამ, უბრალოდ მგონია რომ ულისი არ აძლევს ამ გუნდს იმის საშუალებას რომ ეგეთი იყოს. აი მუდმივად მოძრაობაში, მომენტების შექმნაში გამხსნელი პასები და ხო, ულისი ის არის ახალი ბაპეც რო ფაზლის ბოლო ნაწილი. ხო რა, ბაპეც რო ეგეთ თამაშს საჩვენებს, ულისეს ძალიან დიდი დამსახურება. ბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ბაპე ის არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უბრალოდ. ბაპეს აი წინაზეც ვიმოდი, ძალიან დიდი კონტრასტი აქვს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს შორის. ერთი გოლი. ერთი გოლი პენალტი. მეტი არაფერი ანუ და ევროპის ჩემპიონატ მით უმიხედავად იმისა რომ ბაპეს ნუ სტაბილურად ხო შედეგიანი სეზონები აქვს, ანუ რაღაც ევროპის ჩემპიონატის წუთბორმაში არასდროს არ ხვდება, მაგრამ იქ რაღაც ემართება ყოველთვის და ხო, ნუ რაღაც თქო შეიძლება სხვა мотиваცია აქვს. აი, არგენტინა რო გავარდნილი იყო, ევროპის ჩემპიონატი გახდებოდა და შეიძლება ჩამოშლილიყო. ხო, საფრანგეთის ნაკრების ერთი რო შემადგენლობის სიღრმე და სათადარიგო დასკამიდან იმდენი დახმარებაც არ სჭირდება, ძირითად შემადგენლობა ისეთი ძლიერია. ოლისე აქ განსაკუთრებულ ჭრილში იმიტომ არის საინტერესო, რომ მიუნხენის ბაიანში ოლისეს შევეჩვიეთ როგორც გარე მარბს და მარჯვენა ფლანგზე რაღაც მისი ადგილი აქვს და აქ როდესაც დგას 10-იანზე და არის დამაკავშირებელი ნახევარდაცვასა და შეტევას შორის განსაკუთრებით ჩანს მისი თვისებები, ეს ბურთის ფლობა, პასის აოცარი. ჩვენ სოფლიო ჩემპიონატს დაწყებამდეც კი ვამბობდით გეხსოვებათ, რომ აი ვინ იქნება ის მესამე ნახევარმცველი ან 10-იანზე მყოფი ფეხბურთელი, რომელიც დააკავშირებს, იმიტომ რომ ხა კლასიკური ნახევარმცველები ვინც ყავს საფრანგეთის ნაკრებს არც ერთი არ არის რაღაცა განსაკუთრებული შემქმნელი. ხო, პირიქით დეშამს ურჩევნია რომ ყავდეს რაბიო, ჩუამენი, კონე სათამაშებს ხოლმე, ანუ დამძიმებული ცენტრი ურჩევნია, უბრალოდ ნუ წინა 4-ეული, რომელიც განსაკუთრებულად დემბელეც მაგარ ფორმაშია. ხო, დემბელეს ბარკოლას კარგია, ძალიან კარგია, ანუ ბარკოლას ვიცი. და დააკვირდებით ყოველთვის ბაპეს უყურებს შეტევაში რა. იქით აქვს თუ თავი მეტერიალებული და ბაპს ასწავა. საპირისპიროდ ანუ მას ერგება რა, ისე მოძრაობს რომ ხო, საფრანგეთის ნაკრები ყოველ შემთხვევაში ნახევარფინალში მოსულია ისე რომ საერთოდ გამოყენება არ აქვს მარკუს ტურამს, რომელიც ასევე კარგი ფეხბურთელია. ეს მატეტაც მაშინ შემოდის, როცა აი ბაპეს დასვენება სჭირდება და თლად იმასაც ვერ ვიტყოდი ბექა, რომ დეშამს ოლისე რო არ ყავდეს, მაინც იმ პრაგმატულ სტილს ითამაშებდა რა. შეიძლება ბოლო ტურნირის ფაქტორი. ხო, აი არაფერი დასაკარგი არ არის. ხედავ რომ ფურცელზე ყავს უძლიერესი შემადგენლობა და თუ ამ უძლიერეს შემადგენლობას მისცემ გასახანს იმისა, რომ ითამაშონ თავისი ფეხბურთი, მაშინ შესაძლოა ტიტულით წახვიდე და მეორედ მსოფლიო ჩემპიონი გახდე და თან შუაში ფინალი კონდეს წაგებული. სასწაული მიღწევა როგორც მწვრთნელი. ერთადერთი სუსტი წერტილი შეიძლება საფრანგეთის ნაკრებისა იყოს დაცვის მარცხენა ფლანგი, უბრალოდ იქაც დროულად მიხვდა დეშამი, რომ ტეო ერნანდესი ამოვაგდო შემადგენლობიდან და დინი, რომელიც უფრო სტაბილურია თქვა დაცვით ასპექტებში და ნუ შეტევაშიც ახლა დინი არაფერს არ დააშავებს რა. ხო, ნუ მან იქნება ხომ თავარი დარტყმა ეს პაი. იმიტომ რომ ამინე, ხო, მაგითო წავედი მაგ თემაში. ეგ იქნება თავარი ის სადაც შემოწდება, რამდენად ჩამოვა ვინგერი დასახმარებლად, რამდენად წავა ესპანელების ფლანგის მცველი შეტევაში აქტიურად, მოკლედ მან ბევრი რაღაც გადაწყვეტა მაგ ფლანგზე ამ თამაშში. ხო, იმიტომ რომ თან ესპანეთის ნელ-ნელა შეგვიძლია პრინციპში გადავიდეთ ესპანეთის ნაკრებზე და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იარაღიც თლიანად მარჯვენა შეტევის მარჯვენა ფლანგია. იქ არა მხოლოდ იამალი, არამედ პედრო პოროც ძალიან აქტიური. ხო, ესპანეთმა მარცხენა ფლანგი დაკარგა უბრალოდ ამ ტურნირზე. საერთოდ. ხო, ნიკო ეს ევროზე როცა იყო ორი ფლანგით უტევდნენ და თქვა ნიკო ვილიამსი ისეთივე ძალა იყო როგორც იამალი ახლა ბაენა თამაშობს და რეალურად ბაენა უფრო ცენტრში შემოდის და კუკურეია უფრო ქნის იქიდან რაღაცეებს. საგოლე პასებიც გააკეთა და ასე შემდეგ. და ეს ესპანეთმა რა ვიცი, ბელგიასთან კარგად მე თვითონ კარგად ითამაშა უბრალოდ რაღაც ფაქტორების გამო ვერ მოახერხა
გამარჯვებულად გამარჯვება, თორე პირველი ტაიმი ესპანეთს ძალიან მაგარი ჰქონდა. იამალს საუკეთესო ტაიმი ჰქონდა პირველი ამ ტურნირზე. მეორე ტაიმი ძალიან ჩააგდო იამალმა, არასწორად გადაწყვეტილებებს იღებდა ძალიან ბევრს. ბელგიის გოლი არაფერში არ იჭდა. ხო, პირველ ტაიმში გატანილი გოლი. იამალი როგორ გახდა მაგთავი საუკეთესო. არა, საუკეთესო და ყოფილიყო როდრი ალბათ. ან კუბარსიან და იამალი ნახდა ყოფილიყო. სახეზეც ეთყოდა მე მგონი იამალს რომ არ ეკუთვნოდა ეგ პრიზი. უბრალოდ ესპანეთის ეხა ხო უყურებთ და აი გოლი არ გაუშვეს, რაღაცა აკლია ჩემი ჩემი გადმოსახედიდან, ნიკო ვილიამსზე ჩვენ ვამბობდით წინა გადაცემებში, რომ ეს ორი არაა ფორმაში და არ არის ამზადა სათამაშოდ, უბრალოდ იამალი უფრო მეტად შევიდა ფორმაში და უფრო მეტად მოემზადა მატჩებისთვის და ნიკოს როგორც ან სერიოზული პრობლემა აქვს და რომელიც ამჟღავდება ეგრე, მაგრამ ესპანეთს რო ჩახედო შემადგენლობას არა ეგეთი ძლიერი მით უმეტეს საფრანგეთთან ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ჩათვალე მისი კოზირები რაც არის, რომ ორო ქმნის იქიდან მომენტებს და უკურეია წესით პირველი შეხედვით რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ეგ აუცილებლად გათიშული ექნება. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თითო სამოსვლა 5 რაღაცა რეაქტიული ადამიანის გაქცევას ნიშნავს, რომელიც შექმნის უამრავ მომენტებს. ეგ ბალანს როგორ დაიჭერენ საინტერესოა, იმიტომ რომ ეგრე რომ ამოვიდეს ასე ვთქვათ გამოწეული გასვით ითამაშოს პლუს იმას დაემატოს რომ იქ ოვერლეფებით და გააოროს შეტევაში ფლანგებზე ხალხი ერთი ბურთის დაკარგვა იქნება გადმოუკიდე და 5 ადამიანი ისე გაიქცევა ალბათ მაგის დამჭერი მე ვეღარავინ ვეღარ იქნება. ეგ სავარაუდოდ გამბოდის შეძრო შეგაწყვეტინე. ეგ სავარაუდოდ გამოიწვევს იმას რომ იმ ბურთის კონტროლში ისეთ აქტიურ მონაწილეობას ყოველ შემთხვევაში დაცვის მაღლა ხაზში ვერ მიიღებენ ლაპორტი და კუბარსი, იმიტომ რომ ჩათვალე მოედნის ცენტრთან რო ათამაშონ ცველება ბურთი და ერთი რაღაც პატარა მოხდეს, დაღუპულია რა. ო, ანუ მეც მან არის ესპანეთს აქვს ორი ვარიანტი რა. ამ ესპანეთს საუკეთესო პრესინგი აქვს და კონტრპრესინგი. სანაკრებო დონეზე, ეგეთ დონეზე ვერავინ არ აკეთებს. უბრალოდ ამ ტურნირზე ისე აგრესიულად არ აპრესინგებენ, ხშირად არიან ამ საშუალო ბლოკში დგანან. ერთი ვარიანტი აქვს, რომ ასეთ საშუალო ბლოკით დაიცვან თავი და საფრანგეთს მაშინ სწრაფი შეტევები არ ექნება, იქნება პოზიციური შეტევები. და მეორე არის მან იქნება გადაწყდება ფაბიან რუისი თამაშებს თუ პედრი. ფაბიან რუისი ჩამშლილ საქმიანობებში უკეთესია და ფაბიან რუისი საჯარიმოშია უკეთესია, გოლის დროსაც გამოჩნდა. ძალიან ცუდ ფორმაში. პედრი ცუდი თამაში ჰქონდა პორტუგალიასთან მეტყოდა. დანარჩენი ავსტრიასთან კარგი თამაში ჰქონდა. მაგრამ პედრის ექნება რა მნიშვნელობა? პედრისთან ერთად ესპანეთს შეუძლია ბურთი გააკონტროლოს უკეთესად და თქვა საფრანგეთი ათამაშოს თავის ნახევარზე. მაშინ თქვა ვინგერებს მოუწევთ ფრანგებს უფრო უკან თამაში, უფრო მეტი დისტანციის გარბენა სწრაფ შეტევებზე. შეიძლება ეგ ვარიანტი აირჩიოს, არ ვიცი ტელეფონით სიზონს. აი ხა მაგალითად გაიცნო კონესთან მეორე ვინ იქნება? აი კონჩუამენი არ ვიცი ასრებს თუ არა და ბრუნებას. კონეჩუამენი თუ იქნება სიმაღლეს უკრატეს. კონეჩუამენი არ იქნება ბეკა. რაბიო უეჭველი იქნება. ჩუამენი რაბიო იქნება ალბათ. თუ ჩუამენი არის, არ ვიცი. ხო, დაბრუნდება თუ არა. ანუ რაბიო ჩემი აზრით უეჭველია და ან კონე იქნება ან ჩუამენი. თან მეგონია რომ აი ესეც ძალიან უნდა ევროპის ჩემპიონატზე პასუხის გაცემა ასე ვთქვათ. იცი რა, ესპანეთის ნაკრებზე იმის თქმა შეიძლება რომ ესპანეთი მსოფლიოს დაწყებამდე იყო ერთ-ერთი ფავორიტი ნებისმიერ შემთხვევაში და ტყუილ ნახევარფინალამდე ბუნებრივი ვერ მოვიდოდა, უბრალოდ ისე გამოდის, რომ ესპანეთს ცუდად დაემთხვა ფეხბურთელების ფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე. პედრი იგივე ვახსენეთ, რომელიც ცუდ ფორმაშია, იამალი თავიდანვე გამოჩნდა, რომ ბოლომდე ვერ თამაშობდა და ხან ტაიმებს თამაშობდა, ხან შეცვლაზე შემოდიოდა. ნიკო ვილიამსის ამოვარდნამ საერთოდ გამოიწვია ის, რომ მარცხენა შეტევითი ფლანგი გათიშულია და თან მარცხენა მცველზე ან სრული პასუხისმგებლობა რო შეტევას ჩართოს, ამიტომ ბელგიასთან ახლა ბელგიამ ცუდად არ ითამაშა. მისი შესაძლებლობის მე ეგ წვილი მაშინ ყველაზე უთანასწორო წვილი მეოთხე-ფინალში მე მგონა რომ აი ესპანეთი გადაუვლიდა საერთოდ მაგრამ ძალიან როდრიესა მაგერად ტოვა აი სასწავლო ფორმაში საოცარი თემის აქვს ტურნირი ეს ზევიტკოვიჩ სეზონი რო ქონდა როდრის როგორ ჩანს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაგრამ მოემზადა და მაგარ ფორმაშია და ნუ არ გვეპატიება რო არ ვახსენოთ ესპანეთის ნაკრების ჯოკერი რომელიც ორი თამაშია შემოდის შეცვლაზე და ორი ჯოკერი ფერან ტორესი და ნუ მიკელ მერენო რომელიც არ ვიცი მე ანდროს პოსტზე დავწერე კომენტარი იმ თამაშის დასრულების შემდეგ რომ მიკელ მერენო ჯანმრთელო ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეიძლება არსენალს ჩემპიონთა ლიგა მოიგო თქო იმიტომ რომ ესე შედეგიანად შემოდიოდეს კაცი და ზუსტად ერგებოდეს ზუსტად გრძნობდეს სად უნდა დახვდეს ბურთს სად უნდა გაიხსნას ასე შემდეგ ძალიან იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში თან პრეტენზიაც კი არ აქვს ეხლა ორი გამარჯვების გოლის მიუხედავად საფრანგეთთან ძირითადად მაინც არ იქნება ეს ალბათობით. ხო, რაღაც ესპანეთს 4 შემტევი ხო ყავს. ნუ ესე დავაგდა რომ იამალი ბაენ არიან ფლანგებზე, ოლმო და ოიარსაბა 4-ვე ფეხებში ითხოვს ბურთს.
ანუ ზურგს უკან არავინ არ იხსნება. აი როცა ეს ორი შემოდის, ეგ ემატება. ესპანეთს რომ აი საჯარიმოში შერბიან, ზურგს უკან გაიხსნებიან და ეგ აძლევს რა ამას რაღაც მრავალფეროვნებას აძლევს შეტევას. ხო, არ ვიცი, მერინოს მე მგონია რომ ესპანეთი მძიმედ თამაშობს. რაღაც მელოდიურობა აკლია ჩემთვის სიტყვის, აი ევროზე რო იყო ეს ესპანეთი არა ნახდად რა. ეგეთი აი თამაშს რო უყურებ, გრძნობ რომ ესპანეთი მძიმედ თამაშობს რა. რო არ იცოდე ვინ თამაშობს და უბრალოდ რაღაცა ბლარს უყურებდე, შეგრძნება დაგრჩება რომ ეს ესპანეთის ნაკრები არ არის, იმიტომ რომ რაღაცა არა დამახასიათებელია თითქოს თამაში რომელსაც ფურიაროხა გვაჩვენებს უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ უკავშირებ იმ ფეხბურთელების იდეალურ ფორმაში არ ყოფნას რომელზეც წეგან ვისაუბრეთ რა და იცი რა ლამინი ამაზე განსხვავებული აზრებია ისიც უნდა ითქვას რომ დაუმსახურებლად არც ერთი არ მოუგიათ ანუ ზაჯობეს არა მაგაზე არა საუბარი ხო რაღაც აკლეთ მე ძალიან მეშინია იამალზე სანამ მივვალთ უნაი სიმონის ფაქტორი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ხო რეკორდი დაამყარა და რაღაც მაგრამ დისტანციურად რომ მუშაობდა შენ საჯარიმოში გამოჩენა რომ დღესასწაულია ხა მეტოქისთვის მაშინ კარგია მეკარეობა და როგორც კი პირველი რაღაც დაძაბულობა შეიქმნა ბელგიასთან ეგრევე რაღაც სისულელეების კეთება დაიწყო თამაშის ბოლოს რომ გამოვარდა სადღაც კარებიდან და ხო კარიოცარელი და რაღაც ეგეთი რაღაცები დაიწყო აი გოლის ეპიზოდში მე მგონია რომ აი თქვა რაია გამოვიდოდა იქ დეკეტელარეს რო ჩაუწოდეს და კარში არ დარჩებოდა ყოველ შემთხვევაში ვითომ გამოვიდოდა ხო ანუ რაღაცა შუალედური გაწყვეტ ტესტავთ ეხა უნდა ის ნახავთ რა ბიჭია ხო ნაი სიმონე ეგ ხო არა ფაქტია რომ ორი უკეთესი მეკარე მასზე უკეთესი მეკარე ზის სკამზე მაგრამ ну ეგ ნაკრებებში ხდება ხოლმე მენიო დიდი ხანის გამზეჯ და გოლორისით გაკარებში რომელიც არ იყო ხა მენიოზე უკეთესი ხო ну ეგ შეჩეული ვიყავით და დარწმუნებული ვარ პასუხისმგებლობა აქვს მაგაზე აღებული დელაფუენტეს რომ ამ სისტემის და ამ ესპანეთის ნაკრების ძირითადი მეკარე არის უნაი სიმონი ბუნებრივია უნაი სიმონი ცუდი მეკარე არ არის უბრალოდ გასული სეზონითაც კი ორივე მეკარე მასზე უკეთესია და უკეთეს ფორმაშიც არის და ორივე თავის ლიგის უკეთესი მეკარე გახდა ხო, მოკლედ საფრანგეთი ესპანეთი ნებისმიერ შემთხვევაში არის სუპერ აფიშა, ფინალსაც რომ მოუხდებოდა დიდი სიამოვნებით. აი, პროცენტულად როგორ მიანიჭებ შანსებს, ვინ მიგაჩნიათ უფრო მეტ ფავორიტად? ბუკმეიკერების ფავორიტები არ ვიცი სიმართლე. საფრანგეთი მგონია, როცა 45-45. ცოტა მეტი მგონია მე სიმართლე რომ გითხრა. კაც ფავორიტი. მეც ეგრე ვფიქრობ. მე ანუ საფრანგეთი ინდივიდუალური კლასით უფრო წინ არის, ესპანეთს ნუ თვლი რომ სისტემა მაინც უფრო გამართული აქვს. აი ზუსტად სისტემითაც არ ჩამორჩებია. ხო, ამ ცენტრში მგონია რომ ესპანეთი მაინც ბურთს დაიჭერს რა. უბრალოდ შეიძლება ეგ ბურთის დაჭერა რეზი აწყობდეს კიდეც საფრანგეთს მატჩის რაღაც ხო, მეორე ნომრად ითამაშოს და ოღონდ მთელი მატჩის განმავლობაში აი ფეხში რომ ესპანელს ბურთი მიუვა, უნდა ნერვიულობდეს იმაზე, ვაიდა ეხა მე რომ ეს ბურთი დავკარგო, მე 3 წამში შეიძლება ჩემს კარტთან შეიქმნას საგოლ მომენტი რა. მან ძალიან დიდი შანსია რომ პირველი გოლი გაუშვას ესპანეთმა და ჩამორჩენაში იყოს. მე რასაპირებს? თან არ გვინახავს ამ სერიალს. ეგ არ გვინახავს. ხო, ნუ მე სავარაუდოდ იქნება ის აგრესიული პრესინგი და რაც მაგრამ. ხო და ეგ აგრესიული პრესინგი არის წარმოგიდგენია რამდენი მომენტი ესპანეთის კარტა. ხო, მაგრამ მაშინ ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული რაბიოზე და იმგენზე როგორ ამოიტანენ ბურთს. არ ვიცი, შეიძლება ესპანეთმა გაიტანოს პირველი. მე მგონია რომ ესპანეთის თავარი დარტყმის მიმართულება იქნება, ანუ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთმა გაიტანა პირველი დინის მიმართულება იქნება რა, აი დინს შეამოწმებენ. მან ძალიან დიდი ცდილობები ექნებათ რომ აი ლამინი ამალს ის უჭერს რომ ის მხარდაჭერა რა აქვს რაც ბარსელონაში აქვს ფერმინ ლოპეს აქვს ძალიან დიდი როლი როცა მუდმივ აჩქარებებს უკეთებს ფლანგი უნდა ეხმარება მე მაგალითად ვფიქრობ ერი გარსია უნდა ითამაშოს მარჯვენა ფლანგზე და არა სხვა მომენტში გარსია კარგადაა შეთამაშებული პედრო პოროს ნაცვლად ხო ანუ უკეთსადაა შეთამაშებული ამალთან ანუ მათი თავი ამოცანა უნდა იყოს რომ იამალი უნდა დატოვო ერთი ერთზე ლუკა დინთან იმიტომ რომ ლუკა დინი ცუდმცველი არ არის მაგრამ ნუმენდეშიც არ არის რა ანუ მიხედავთ იამალი ხა ისეთ ფორმაში არა როგორც თქვა სეზონში მაგრამ ნუ ერთი ერთზე დინი უნდა გაანადგუროს რა ნებისმიერ ფორმაში და ამიტომ მათი ამოცანა უნდა იყოს რომ ეს დარჩეს ერთი ერთზე და ამიტომ ყველანაირი რაღაც მოძრაობები ამისთვის ჭირდება და დარჩენი რა ვიცი ნახოთ ფავორიტი მაინც საფრანგეთი მგონია აი მე ნამდვილად არ მინდა ყველაზე ინგლისი ესპანეთი ფინალში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი იქნება ხო გამეორება ან წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტის გამეორება შეიძლება მოკლედ სასწაული 4-ეულია წეგან ჩაწერამდე რეზი ამბობდა ზუსტად რომ FIFA-ს ამ მომენტისთვის რეიტინგით პირველი 4-ეული არის ნახევარფინალში და ეს ისტორიაში პირველად არის მომხდარიოდ თქვენ აუცილებლად უნდა მოგმართოთ თხოვნით რომ ვიდეო დაალაიქოთ და თქვენი აზრები დაგვიწეროთ კომენტარებში იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი ისეთი რამ არის რომ ბევრი ადამიანი უყურებს და დამიჯერეთ თქვენს აზრებს ვკითხულობთ ხშირ შემთხვევაში კომენტარებს პასუხობთ ხოლმე და მოკლედ კომენტარების სექცია იმისთვის არის რომ
მაქსიმალურად გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები არა მხოლოდ ჩვენს ნასაუბრებზე, არამედ ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატზეც. ნორვეგია ინგლისისკენ წავიწიოთ წუხანდელი პირველი მატჩი, ღამის პირველ საათზე დაიწყო ჩვენი დროით და ჯუდ ბელინგემის ფენომენალური მატჩი ვნახეთ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი ზოგადად ერთი ფეხბურთელისგან. არა, საკმაოდ სკანდალური. თოქს რომ მოხდა ბურთი? პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. რაც ნახა ჰალანდმა, ხო? ანუ ხო და მიანიშნა მსაჯს. ჰოლანდმა რა თელმა დრონის თელმა ნორვეგია უნახა რომ დრონს მოხდა და ჩამოვარდა ბურთი. აჰა. და მე თამაშის მე რო გადაახვეს მომენტები დაასრულდა რომ მოხდა და არ იყო პირველი გოლი შესაძლებელი. და აი თომას თუხელის აი ბოლოს თამაშის მე ინტერვიუში ამბობდა რომ ძალიან გაგვიმართლაოდა რა ეხლა უბრალოდ მართლა ძალიან გაუმართლა. ანუ ეხლა საბოლოო ჯამში რო შეაჯამო ანუ ამით ინგლისის მაგარ თამაშს და სოფლიოს სუდისლა არ მინდა უბრალოდ ამ თამაში კონკრეტულად რო შეაჯამო. მოხდა რაღაცა. არასაფეხბურთო მიზეზებით გაიტანეს პირველი გოლი და მეორე გამართლება არის რომ ერთი წუთიც არ იყო გასული რაღაცა საუსეივი გააკეთა ნიულანდმა და ხელიდან გაუვარდა. მან გამართლება ის არის რომ ნორვეგიამ რო გოლი გაიტანა ეგ წესი რა სანამ კუთხური ჩაწოდება რომ ძიძგილობა მიდის. ტუხელი აპროტესტებდა თვითონ რომ ამას ჯარიმებს ნუ იძლევითო. ანუ რასაც ტუხელი აპროტესტებდა იმან გადაარჩინა რეალურად იმ წესმა. როცა ნორვეგიამ მეორე გოლი გაუტანა რა. ხო, რომელიც არ ჩაითვალა. ნორვეგიას პირველი გოლზე მე გამეორებაზე გამოსდა რომ ბურთზე ითამაშა. არ არის ჯარიმა. პირველი და ტყუილად აპროტესტებდნენ იმ მომენტს. ძალიან სწორი იქნა ტურპერმა რო არ გააჩერა. აი რატომღაც ბევრს გონია ეგეთი მომენტები კიდე იყო რომელიღაც თამაში რა. რატომღაც ბევრს გონია და კომენტარებს უყურებს სოციალურ ქსელებში, ხალხს გონია რომ აი იმ წინა მომენტს რომელსაც აპროტესტებენ ხოლმე არ ამოწმებენ. არა და მოწმდება ეგ მომენტები და გადამოწმებულია რომ ანუ ეგ ჯარიმა არ იყო. ორი გამეორება აჩვენეს და მეორე ბოლოსკენ ტაიმის ბოლოს აჩვენეს ძალიან ისე მსხვილი იმით რომ არ არის ჯარიმა არ იყო. ჩემი გადმოსახედანაც არ იყო ჯარიმა და უბრალოდ ინგლისის ნაკრებზე იმის თქმა მინდოდა რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დეკლან რაისის მოედნიდან გასვლა. საერთოდ ძირითად შემადგენლობაში არ ელოდა ინგლისური პრესა რაისი, იმიტომ რომ ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა და ისე გამოვიდა რომ შესვენებაზე შეცვლა მოუწია და თან ეს რაღაცა გიჟურ ფორმაში და გიჟური პერფორმანსის მქონე ბელინგემი ჩამოწია დაბლა. ანუ ფაქტობრივად შეტევის ხანს უფრო მოაშორა. მერე გაწია ზემოთ ისე. მერე ისე მაგლა მოუწია. ძალიან ბევრ ფეხბურთელს მატჩის მიმდინარეობისას ტუხელმა შეუცვალა. 4 ცენტრით ითამაშა. ხო, უბრალოდ დაიწყო რაისმანდე. მაინუ არ გამოაყვანა მოედანზე და ყველაფერზე თანახმდა. რაისი ანდერსონი, მერე იყო ბელინგემი ანდერსონი, მერე იყო ჯეიმსი ანდერსონი და ბოლოს როჯერსი იყო საღლენა და ანდერსონი. და ფლანგებს ცვლიდა მუდმივად 4-ვე, ანუ ორივე ფლანგი გამოიცვალა შეტევაშიც და დაცვაშიც და ანუ ისე რომ შეხედო სუფთა ტაქტიკური კუთხით და პლეი-ოფის კუთხით ყველაზე ძლიერი მწვრთნელი ინგლისი ხავს რა. ანუ ტუხელი როგორც მართავს თამაშებს, ბევრად წინა ვიდრე სხვა აი დარჩენილი სამი გუნდის მწვრთნელები ხედავთ დეშამის. ეგ არის ძალიან დიდი ფაქტორი ზოგადად ინგლისის. თორემ მადუეკე და საკათი ფინალში როგორ უნდა გახვიდე. და ამას შეხმარება კიდე თანის წყლის შესვენებები რომ ანუ კიდე შეუძლია აი კონგოსთან მთლიანად გადაატრიალა ეგრევე წყლის შესვენებაზე თამაში. წყლის შესვენებამ ძალიან შეცვალა ფეხბურთი და ეგ ხო სტატისტიკიდანაც შენ ხო იზახდი რა ერთ-ერთ გადაცემაში. იცვლება ხო. ძალიან თამაში აი ყოველ წუთში იცვლება თამაში და როგორ გაგრძელდება არ იცი. აი სხვადასხვა ზუსტად წყლის შესვენება იყო წინა თამაშის მექსიკასთანაც. კი, საშინელი პირველი 20 წუთი იყო წყლის შესვენებამდე და უცებ გაიხსნა თამაში, დუბლი ბელინგემის აქედაც გოლი გაიტანეს და ძალიან სწრაფი და ისეთი ინტენსიური თამაში წავიდა. ენტონი ბერია მგონი ხო მისი ასისტენტი სულ შესვენებაზე რო საუბრობს ხოლმე. აი მან თქვა რომ მექსიკასთან რო ქონდა რომ წყლის შესვენებამდე 0-0 უნდა მივიდეთ. აი ეგ უნდა გავძლოთ პირველი დაარტყმა ეს აცტეკა რაღაც სიმაღლე მექსიკა და მერე კლასი ფეხბურთელების ითამაშებსო თავის როლს. მანდ იყო ის ხიმენეს რო აუყო პიკფორდმა რაღაც არა ნორმალური ბურთი თავი. ეგ იქნება ის მომენტი აი ეგორი რომ მექსიკას გაეტანა უეჭველი გამოაგდებდა ინგლისს. აი დარწმუნებული ვარ რომ გამოაგდებდა. ეგ იქნება მომენტი აი ინგლისი თუ ჩემპიონი გახდა რომ აი აქ გახდა ჩემპიონი ეგეთი ის. ძალიან ბეწვის ხიძე გაიარა მან მექსიკაში ურთულეს თამაში ჰქონდა. ურთულეს თამაში ჰქონდა ბევრჯერ გადარჩნენ. და 10 კაცი დაამთავრეს მთელი მეორე დაიმი რა. უბრალოდ იმათაც 10 კაცი დაამთავრეს ის ხიმენესი რო დაიმტვრა. ხო. ის ქუანსაც წითელი თქონდა წითელი იყო. ამ მაგაზე ჩემი აზრით არც უნდა იყოს დავა. უბრალოდ აი მაინც ის კლასი ეთყობოდათ და იმათმა 2-1-ზე 10 კაციანზე ის პენალტი ეგ არის რაღაც ალბათ ემოციული შეცდომა იყო მექსიკაში. ხო მანდ საიჭირა ანუ თქო ეგრევე დაცვაში არ წავედეს გორდონი ანუ კეინი გორდონის რაღაც საწყორო კეინი ძელ პასი გებდა და მე გორდონი შერბოდა და ეგრე რაღაც ერთი 10 წუთი მაინც
რაღაც ფორმით რაღაც შეტევა მაინც რო ქონოდათ და ზუსტად იმუშავა მას ამ ტუხელი როგორც მუშაობს თამაშების განმავლობაში ცალკე ის არის რა ცალკე ხელოვნებაა გუშინ მაგარი დაპირისპირება იყო მაგას და ბელინგემს შორის ხო რაღაცაზე იჩვენეს ანუ მატჩის შემდეგ ბელინგემან თქვა ტუხელმა რომ თლად ექსელენტ თამაში არ გვიჩვენებიაო რა ცუდი თამაში ქონდა მაგრამ ინგლისს გადარჩა მეორე და ტაიმში ეგ უთხრეს ბელინგემს რომ ტუხელმა თქვა რომ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია თამაში და არ ვარ კმაყოფილიო და ნუ ბელინგემმა თქვა რომ ერთი ის რომ შეიძლება იყოს რესურსი იმისა რომ მოუმატოთ და ნუ მეორე ის რომ შესანიშნავ გუნდს ვეთამაშეთო გუნდს რომელსაც ყავს ჰალანდი ოდეგორი და ასე შემდეგ ბელინგემი ტუხელს ის იყო და ათვალწუნებულებით ამ სოფლიომდე რო ამბობდნენ რომ არ ითამაშებს ერთადშიო წელიწად ნახევარია ტუხელი ინგლისის მწვრთნელი და ამ სოფლიომდე ბელინგემს ჰქონდა ერთ საგოლე პასი ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ნაკრებში და ნუ რეალურად ანუ იწერებოდა და რაღაც აბსოლუტურად დადასტურებოდა რომ როჯერს იქნებოდა ძირითადში და შეიცვალა კოსტა-რიკასთან ამ ბოლო ამ ხანაგური თამაშის შემდგომ დადგა ბელინგემი როცა იქაც კარგად ითამაშა და რაღაც ვარჯიშებზეც მოეწონა ტუხელს და ხო ეს არის რეალურად ჯუდ ბელინგემი რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ თავს და საკუთარ თავის საუკეთესო ვერსია არის ფეხბურთელი რომელიც აი იმ მადრიდის რეალში ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო მეორე ფაზი ჩერბის შეტევაში ზუსტად იცის რა უნდა დახვდეს ბურთს და როდესაც გუნდს ჭირდება აი გადმოგდებულ ბურთებზე ცენტრალური ფორვარდი ვიც რო ფიზიკურად ებრძოდა ამ ტანმაღალ ნორვეგიელ მცველებს აი ეგეც რომ აგრად გამოსდის და 6 გოლი აქვს იდეალური პოზიცია რა ანუ კეინის კეინს უკან ხო გარეთ რომ მარცხენა მცველად თამაშობდა ის პოზიცია აღარ აქვს 6 გოლი აქვს წინ არის ჰალანდი რომელიც უკვე მეც ვეღარ გაიტანს და ნუ ბაპე და ლეონელ მესი ორი მატჩი ჩატარება მინიმუმ მოუწევს სოფლიო ჩემპიონი რო გახდეს ერთ-ერთი პრეტენდენტი ინგლისს რო გახდეს სოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატი კეინთან ერთად ბუნებრივია სოფლიოსი ხო მაგას ვამბობ ნუ ოქროს კეინი წავა არა ოქროს ბურთს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობას გულისხმობ და ეკუთვნის კი ეს ანუ ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი არის ხო თან ეხა კეინს გუშინ მიუხედავად იმისა რომ სიღრმეში ჩამოსვლები ზოგჯერ ელიოტ ანდერსონში მერეო და ხოლმე იმდენად ღრმად ჩამოდიოდა მაინდენი ისეთი ეფექტია რა ამ ჩამოსვლას როგორც ბაიერნში რა არისო რა ეგეთი ეფექტური არის იტყვი რატო იმიტომ რომ ეგეთი ფლანგები ვერ ყავს ინგლისს ბაიერნში მაგა გუშინ ხო ან ბაისპონ ისე ინგლისის პოზიციურ შეტევა ამ ფლანგების გამო ცოტა ნად ვერ გამოიყურება ძალიან კი წარმოიდგინე იქ ოლისე და ლუის დიასას დესპას და აქ მადუეკე აი საკაც მე საკაც მოყარული ფეხბურთულ შემატკივარი აზოს არ ყოფილვარ მაგრამ აქაც ჩანს რომ რაღაცა განსაკუთრებული ხორი მოიპოვა იგი ხავში კი ბატონო ბოლო მეოთხედფინალი რომელიც განსახილველი დაგვრჩა არის არგენტინა შვეიცარია ყველაზე არასასურველ დროს იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის დილის 5 საათზე დაიწყო მაგრამ ნუ მატჩი საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა არგენტინა გავიდა შემდეგ ეტაპზე გეცოდინებას ავარაუდოთ და ნუ ბევრი სასაუბრო თემაც გვაქვს და ნუ ვის თუ არა რეზის უნდა უთმოთ ახლა არგენტინაზე საუბარი და მე ჩვენ დრამატულად ვიგებთ ყოველთვის რა სანახაობას ვაძლევთ გულშემატკივარს რა ბიჭო ანუ იმის შესაძლებლობასაც არ გაძლევენ გულშემატკივრებს რომ მატჩის მიდინებისას ჩაგეძინოთ იმიტომ რომ ნერვიულობა გიწევდა პირველი ტაიმი იყო ეგეთი ანუ პირველი ტაიმით ვიყავი კმაყოფილი იმიტომ რომ სწრაფად რო გაიტანეს გოლის სტანდარტიდან სამოულს უცავდა ყველა თუ მისი დაგეგმილი სტანდარტი იყო მერე იყო აი 2014-ის არგენტინა თუ გახსოვთ საბელიას არგენტინა რო იყო აი რო კლავდა თამაში თუნდაც არა მომენტი რო არ იქნებოდა თამაში აი ეგეთი იყო პირველი ტაიმი ანუ საერთოდ არაფერი არ შეაქნევინეს შვეიცარიას და შემდეგ უკვე მეორე ტაიმში უკვე შვეიცარიამ ძალიან მოუმატა ანუ როდრიგესს მიდიოდა სულ შეტევების საგოლე პასიც გააკეთა და აი მანდ უკვე ნელ-ნელა რო ვეგუებოდი რომ ეთქი ეს არის ბოლო ეტაპი და მაგრამ მერე ემბოლომ გვასახელა ხო ანუ ეგეთი საოცი ეგეთი სულელური სიმულაცია ვარ ეს ეპოქაში თან როცა ყვითელი გაქვს ნუ ტეო ერნანდესს გაიხსენეს კომენტატორებმა დაბატაძეს მიყავდა და ლუკა მიგორავას რომ ტეო ერნანდესმა გააკეთა ხო მე ფეინორდთან იყო კი ჩემპიონთა ლიგაზე ხო ზუსტად ეგეთი მაგდა გადიოდნენ და მაგ წითელის მე გავარდა ხო და აი ეგეთი მოიფიქრა რა ანუ ვარის ეპოქაში ეგეთი თან თავიდან ისე ჩანდა რომ პარედესი ზოგადად არის პროვოკაციების ოსტატი რა აქამდე ვის ეკუთვნოდა ეგ ამ სოფლიო ჩემპიონატს თუ იცით თქვენ ეგეთი მომენტი ალმირონს დაემართა ეგეთი ანუ პარედესი ზოგადად ეგეთი პროვოკაციების ის არის რა როცა ეგ ჯარიმა იყო ეგრე ნუ ისე ჩანდა თან იმან ისე დაიღრიალა რომ დაეცა რომ მეთქი მოკლა უეჭველი თქო რომ მეთქი რაღაცა მოხდა მე თითქოს თქვენს რომ აი პირზე ხელი აიფარა ამაზე რა წითელია მაგრამ მე რო აჩვენეს გამეორება ანუ რა სისულელი მოიფიქრა ტიპმა ხო ანუ ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში ვარის ეპოქაში მით უმეტეს რა ყვითელი ბარათი რო აქვს ფეხბურთელს ის განსაკუთრებული სიფრთხილით თამაშობს სიმულაცია არის საფეხბურთო წესის დარღვევა გასაგებია რომ არგენტინის ნაკრები ბევრს არ უყვარს
გასაგებია რომ ბევრი ჰეითერი ყავს, გასაგებია რომ ბევრისთვის ხელში ამოვიდა ის რომ აი მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე აგერ ბექაპ ყოლია, რომ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზეც რომ ფინალისკენ მიდის და ბევრს საუბრობენ საჯი ეხმარება, უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელის სად ისიმულიანტებს. თუ სიმულაცია ისჯება ყვითელი ბარათით, მაშინ ბრილინ ბოლო აბსოლუტურად სამართლიანად გააძევს. უბრალოდ არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა ჩემი ეს. ბრილინი ხა მე? ხო, ან რაღაცას ეუბნებოდა, არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ მივხვდი და ან რაღაცას ეუბნებოდა, რომ არ მისიმულანტია თუ რაღაც. ნუ გამეორებამ სხვა რაღაცაა ჩვენ ფაქტია და. ხო, ანუ იქ იყო მომენტი, რომ რაღაცას უხსნიდა, რო ამოწმებდა მაშინ, რომ ანუ ასე აჩვენებდა თვითონაც. ხო და ვერ მივხვდი, მაგით რისი თქმა უნდა და მე შემდეგ თავისი ქმედებით რა უნდა და საერთოდ რო გაეკეთებინა. იყო საუკეთესო მოთამაშე შვეიცარიელებში. ემბოლო ყველაზე კარგად თამაშობდა. კი, ძალიან კარგად თამაშობდა. ზოგადად ნაკრებში ძალიან კარგია ემბოლო. თავიდან რაღაცა ისე იყო რა, ემოციებზე იყო თითქოს სულ შეჯახებებში შედიოდა. პირველი ყვითელიც ეგეთი აიკიდა რა, უკნან მიახტა და ფეხი არ ყავდა. თან პირველი ტაიმის ბოლოსკენ დამთავრებული იყო ამას. ნუ ჩანდა რომ შეიძლება თუ ეგეთი მithკითხეთ წავთ რომ პარადესის ზოგადად ეგეთ პროვოცირების ის არის რა. ოსტატი ეგეთ ბევრი აქვს აკეთებული და სპეციალურად ეთამაშებოდა ემბოლოს ახლოს, მაგრამ ის თუ ამას გააკეთებდა ეგეთი რაღაცა ხო, დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა, რომ აი იქნებ პროვოკაციაზე წამოვაგო პარადესი თუ ამას ფიქრობდა, რომ იქნებ პროვოკაციაზე წამოვაგო, ნუ ალბათ მან ფიქრი და საუბარი იქნებოდა, რომ ან ხელი მკრას, ან ის რომ მე ჩემს აქნეულ ფეხი აქ ეწავა და ფეხბურთელი აქედან გადახტება, მე ეჭვება მაგას ფიქრობდეს რა. ხო, თან ისე იყო, აი პარადესს რო ყვითელი ქონოდა მანამდე. და თვითონ მეორე ყვითელზე ეთამაშა, ეგრე რა გაიგოს იყო თქო პარადესი. ისე გაიკვანძა მეთქი მართლა მოაძრო ფეხი. თან იგი იმიტომ გადამოწონდა რომ პარადეს მიცეს ყვითელი. ხო. მაგიმაში და ყვითელი გადამოწონდა რეალურად რომ სამართლიან აი ალმერონისში ზუსტად ეგეთი ეს იყო ეპიზოდი და ნუ ეს არის რეალურად შეცვლილი წესი რომელიც ამ სოფლიო ჩემპიონატზე დაინერგა ხო მეორე ყვითელს რა ამოწონდა. აი კალულუს წესი ბასტონი კალულუს ეპიზოდის შემდეგ განსაკუთრებული გამოხმაურება მოყვა მაგ ეპიზოდს და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ძალიან სამართლიანად მოწმდება მეორე ყვითელი ბარათი და ნუ თავის თავს უნდა დააბრალოს სტატუს ეწერა ვასიკაძეს ამდელით სტატუსი რომ აი ბრილენ ბოლომ ჩაახუტა არგენტინას ხო არა იმიტომ რომ მაგ გაზევების შემდეგაც არგენტინა საშინლო თამაშობდა მაინც აი ეგ სრული ან ფანტაზიობა იყო შეტევაში ერთადერთი ის იყო რომ მესი ცდილობდა თითქოს მარჯვნიდან ჩაეწოდებინა და ცუდად აწვდიდა რაც წინა თამაშიც უნახეთ რომ მესი გარემარბი გახდა აბოვერდესთანაც იგივე საკეთებდა და ეგვიპტესთანაც მარჯვნიდან გადადის და აწვდის რაც დარჩა შვეიცარია მაგის მე ეს არ ქონია არგენტინას დიდი ფანტაზია ერთი მომენტი იყო რომელიც აი ალმადამ და ალვარესმა გაათამაშეს კედელი და ალმადამ და საჯარიმოდან მეტი არაფერი არ იყო უბრალოდ მე ალვარესმა და ხო არაფერი ხელებში მიცადა მე იყო უბრალოდ რომ ნუ ალვარეს ხო კარგად გაუშვა რა და მე წინა თამაშიც ვამბობდი და ეხლაც ვიმეორებ არგენტინის რაც არ მომწონს რა აი ყველა მომენტზე მაგდენს როგორ ტირის ხო აი გუშინს ტირა აი შეუძლებელია რომ კარისკენ რო არ წავს არგენტინა უკვე ტირეს სამხრეთ-ამერიკული მენტალიტეტი ემოციური ხალხია და არ მიყვარს ეგეთი რაღაცები არ მიყვარს უბრალოდ თვითონ არგენტინის თამაში რაც გასაგებია ლეო მესი როცა მოედანზეა ყველა უნდა ეძებოს ლეო მესი უბრალოდ როცა ცალკე არგენტინას ყავს ფეხბურთელები ვინც სასწაული უკვე მე ისე რომ აი ატენიან ბურთს რა ხო და არ უნდა იქაცაძლევენ სადაც არ უნდა მიცენ რა გუშინ რა ნუ ამდილით საიდანაც ხულენ ალვარესა გოლი გაიტანა რამდენიმე ეპიზოდი იყო ეგვიპტესთან თამაშობდა პასიმის და არ შეიძლება ეგრან არ უნდა ჩაიკარგოს ის ტალანტი და ნიჭი რომელიც არგენტინის ნაკრებს აქვს და მოედანზეა რა ხო ანუ შეუძლია ხა აუტაროსაც შეუძლია და სხვებსაც შეუძლიათ ეგ გააკეთონ რა უბრალოდ აქ არის რომ ნუ ის რო არგენტინა რაღაც ცენტრიდან უტევს ეგ პირველ ჯგუფურ ეტაპზე იდეალურად მუშაობდა სანამ კაბოვერდემ არაჩვენა რომ მოდი ცენტრი გადავკეთოთ და ფლანგები აღარ ყავთ ხო ანუ დეკორატიული ფლანგები ყავთ რა შეტევაში რომელიც სანამ მედინა იდგა საერთოდ ისიც გათიშული ყო იტალიაფიკომ კიდე რაღაც შემოიტანა ხო იხსნება ზოგს კამ პენალტი გამოიმუშავა და რაღაცებს კიდე აკეთებს პირველი ტესტი აქვს რეალურად ხა არგენტინას ნუ შვეიცარიაც კარგი უნდა იყო რა ჩემთვის შვეიცარიაც ესეთი ის იყო ტესტი და ვერ ჩააბარა ეგ ტესტი საქმეც რა არ გაიძებებინათ კაცმარიცის ძალიან რთული იქნებოდა ეგ გასვლა. ფოლკლენდის დერბი. არა, ხო, ეგ თამაში გასაგებია რაც იქნება, ანუ აი პროვოკაციები მანდ იქნება. პროვოკაციები ისა, ფანები იქნებიან დიდ უპირატესობაში. ინგლისელი ფანები ბევრს გონია რაღაც ის არის. 3 წუთი ისმის ინგლისელი ფანების ხმა სტადიონზე მართლა არაფერს არ აკეთებენ. ხალები არიან. აი ეს შემიფანობა ძალიან ისა იშვიათი. ეგეთ რაღაცები იქნება სულ და აი იქ რაღაც ხელისკრები და წყობიდან გამოყანები ეგეთები იქნება, მაგრამ ნუ ფავორიტი არგენტინა ნახდად არის მაგიმაში. არგენტინა ყველა თამაშს სახში თამაშობს ფაქტობრივად. ეგ თავიდანვე ხომ ატაშში სახში თამაშობდა და ამერიკაში უმეტეს სახში თამაშობს. ხო და ძალიან გასაკვირი არის, აი როგორ ხდება ამდენი ხალხის მან
ასე ორგანიზებულად, რომ 80% სტადიონში სულ არგენტინელები არიან, ყველა თამაშობს. ნუ ამერიკაში ბევრი ცხოვრობს ალბათ. კატარსიც რო ეგრე ჩავიდნენ ახლა ის იყო დიდი მასობრივი მობილიზაცია ერის. რეზი ლაუტარო მარტინეზე თვითო გრიზლი ლაუტარომ კარგი გოლი გაიტანა. მაგარი და გოლი. მანამდე უფრო კარგი იყო ეგვიპტესთან რო შემოვიდა, იქაც ძალიან შეასრულა. ანუ ლაუტაროს გარეშე გუნდი ხართ თუ არ ხართ? ამას კითხულობს გრიზლი და ხართ? არა, გეი როგორ არა. ანუ უბრალოდ არგენტინას აქვს რაღაც რამდენიმე სისტემური პრობლემა, რომელსაც ამ ტურნირზე ვერ აგვარებენ, ანუ ეგ არის რომ ფლანგები არ ყავს, ეს არის რომ მესიზეა მთლიან და მესი თუ არ წაუვიდა თამაში და მესის ეგვიპტესთანაც არ წაუვიდა თამაში, თუ ბოლო 15 წუთს არ ჩავთვლით, მაშინ წაუვიდა. მაგრამ მანამდე რეალურად კატასტროფისკენ მიაქანებდა ნაკრებს რა. ყოფილა. და უდიდესი ფაქტორი გუშინაც ნუ წაუვიდა რა, გუშინაც ანუ მიუხედავად ამისა ის რაღაცას მაინც პოულობს რა, ფლანგზეც გადავა, შეიძლება ჩააწოდოს როგორც ეგვიპტესთან გააკეთა რაღაც სიღრმიდან გააკეთოს პასი, რაღაცას მოძებნის რა, რაღაც მეთოდს, მაგრამ ისეთი ეფექტური ვერ არის და ნუ ჩემს ეგ მოსალოდნელს იყო 39 წლისა უკვე ის ისტრაფე რა. მან ცოტა უცნაური არის, რომ სხვა რესურსებს საერთოდ რატო არ იყენებს სკალონი. მაგალითად ნიკო პასი. აი მეც მაგაზე ვარ. ნიკო პასი, თუნდაც სიმეონეც. სკალონის თავარი მუღამი ამ ნაკრებში იყო ის, რომ არ ევიდებოდა რაღაცა რისკის რა, ანუ წინა მსოფლიოზე როცა არგენტინა იწყებდა და წინა მსოფლიოზე არგენტინა ფავორიტად მივიდა, ისე ძალიან დიდი წაუგებელი სერიით არეკორდო და კოპა ამერიკის მოგებით და ეგრევე როგორც დაიწყო ტურნირი, ლაუტარო ამოაგდო და ხულიან ალვარესი დააყენა, იმიტომ რომ უკეთესი იყო და ენცო დააყენა ძირითადში და პარადესი ამოვარდა. იმიტომ რომ ესენი უკეთესად ანუ მატჩი დაინახა პოტენციალი და ყველა თამაში სქემას ცვლი და რაღაც აკეთებდა. აქ რაღაც გაშეშებულია ტიპი, რომელიც რაღაც ერთი სქემით თამაშობენ, ვითომ რაღაცები იცვლება თითქოს, მაგრამ ჯულიანო სიმეონე, მაგალითად ნიკო პასი, ვალენტინ ბარკო, აი მათი გამოყენება საერთოდ აქ გუშინ მაგალითად როცა უკვე ცხადი იყო რომ შვეიცარია 10 კაცით დარჩა და დაცვაში ჩადგა მონტიელის გამოყვანას მაგალითად სიმეონეს გამოყვანა ჯობებდა იმიტომ რომ მარჯვენა ფლანგს რაღაც აზრი შეეძინებოდა რა მონტიელი ალმადას გამოყვანას ნუ მონტიელი გასაგებია რა თამას გამოყავს იმიტომ რომ როცა ეგეთი დაძაბული თამაში მიდის და პენალტებისკენ შეიძლება წახვიდე მონტიელი 100% გამოცდილება ისე 100%-იანი შედეგი აქვს ანუ ყველა გატანილი აქვს ცხოვრებაში სოფლიო ჩემპიონი ხათა კაცმა და ხო ანუ არგენტინის ნაკრების აი ცვლილებებიც რა ზოგადად როცა ხუთ ცვლილებაზეა საუბარი მნიშვნელოვანია ვინ შემოდის და არგენტინის ნაკრები მონტიელი ანუ მარჯვენა მცველი იცვლება უეჭველი შემოდის ნუ ფორვარდი ალვარესი გადის და ნიკო გონსალესი აუცილებლად შემოდის და ვიცით უეჭველი ვის შემოიყვანს აი მე განსაკუთრებით გულწრფელია ნიკო პასე რა იყო აი ლოპესი რო გამოიყვანა თავდამსხმელი მაღალის და ერთ წუთში მიიღო ყვითელი ბარდა და აი მაგან გააკეთა ის პასი მე პასი რა ალვარეს რო გავუგორი ეგ სხვაში არაც ფეხბურთელი პალმეირაში თამაშობს მაღალი კია მაგრამ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია ხო ალმადა და ოტამენდი დაგვავიწყდა კიდე ხო ალმადაც ნუ რეგულარულად გამოდის და ეს 40 წლის ოტამენდი ჩემობოდიალდება რომელიც სხვათა შორის რაღაცას მაინც ცვლის ამ დაცვით იმაში რა ეგვიპტესთან მაგალითად შეცვალა იმიტომ რომ გიჟივით რო გარბოდნენ ეს ეგვიპტელები შეტევაში რომერომ ცუდად ითამაშა გუშინ ძალიან ცუდად ითამაშა მეორე ტაიმი განსაკუთრებით ჩააგდო რა ლისანდრო მარტინეზე ვარ გაბრაზებული შენ სხვათა შორის ბეკა ერთი ეგეთი თამაში არ აქვს ჩატარებული მანჩესტერში რასაც მესის გამო თამაშობს ბეკა იქ დაგვავიწყდა ეს ანტი ბელგიაზე რო საუბრობდით და მთელი სეზონო იმ ლამენს ვიკებდი და აკრო ერთი მარტივი მოძრაობით რომ ბელგია გაგვიგდო მსოფლიო ჩემპიონატზე. ლამენს კარგი სეზონი ჰქონდა, ძალიან შემეცოდა, იმიტომ რომ ნუ დიდი წნეხის ქვეშ გამოვიდა. კურტუამ რა თქვა? ძალიან სუდროს ლომის ხახში შეაგდეს. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გამოდიხარ კურტუას ცული. არ ვიციო, კურტუამ თქვა მატჩის შემდეგ, რომ არ ვიციო თუ დათანხმდება ამას ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ ერთი წელიო არ მინდაო რომ ბელგიის საკრებში გამომიძახონ. თუ დამთანხმდებიანო. შემდეგო ევრო 2028 საკვალიფიკაციოზე დაუბრუნდებიო და მე ევრო 2028-ს ვითამაშებ. უბრალოდ ერთი წელია მჭირდება რომ დავისვენო ნაკრებისგანო და არ ვიცი რამდენად დათანხმდებიან, უბრალოდ ალბათ ბელგიის საკრებში ბევრი ცვლილება იქნება რა. სენელა მესი უბრალოდ ეხა ვინც პირველად ნახავს ახლა მის თამაშს სულს დავეძლებას და ტოვებს რა. ხო, მე ეჭება ლამენსის თამაში სენელა მესი გამსახურება რომ მანჩესტერ ლიგაზე გავიდა. კარია და უბრალოდ ხდება რა ეგეთ ეპიზოდი ყოველას ემართება. აი ნორვეგიის მეკარე სასწაული თამაშები ქონდა, მაგრამ გაუვარდა ხელი და ხო. მეოთხე პრინციპში ჩავხურეთ. ასე თუ ისე შევეხეთ ნახევარფინალებსაც. ინგლისი არგენტინაზე ბარემ პროცენტულად კითხავთ, იქ თუ კითხეთ აქაც რომ ვიცოდეთ თქვენი აზრები, რას ფიქრობთ? თუ ასე უბრალოდ ფურცელზე ჩავხედავთ და გუნდებს გადავხედავთ. როგორ ითამაშეს აქამდე როგორ მოვიდნენ და შემადგენლობით როგორ არიან. ალბათ ყველაზე მოსალოდნელი ფინალი არის საფრანგეთი ინგლისი. აი 45-45 აქ ვიტყოდი რეზიმე ძალიან მცირე ფავორიტად მიმაჩნია ინგლისი. გასაგებია აქამდე უფრო წელგამართული მოვიდა ინგლისი, უბრალოდ აქეთ ხარ ეს არის
რაღაც სასწავლო სისტემას კალონის ლეო მესი და კაცმა არის ეს რა მოხდება რა. ხო, აი მესის ფაქტორი არის, თორე უფრო დიდი ფავორიტი. სიმაღლე ექნება ინგლისს, უპირატესად სიმაღლე შექნება ინგლისის უპირატესობა. ხო, ფიზიკურობა, ბელინგემის სუპერფორმა, ბელინგემი ვიღაცა უნდა აიყვანოს, რომ მეორე ტემპით შევარდნები აკონტროლოს, რომელიღაც ნახევარმცველი. მაგიტომაც ხმალა მოგებული გამოვა პარედესი ჩემი აზრით. ტემპში დიდი უპირატესობა იქნება. ნუ მანდ იქნება აი არგენტინის მხარეს იქნება ფანობა, მესი, რაღაც და ეს აი პროვოკაციები და არც ემოციური მხარე იქნება არგენტინის მხარეს და ისტორია ინგლისმა იცის ხოლმე როგორ გამოიგდოს თავი დიდი ტურნირიდან რა. ხო, აქ ბევრად პრაგმატულობა, ბევრად კონცენტრირება, მეტუმეტეს. მაგაში ვერაჯობებს ვერავინ. ხო, აი თომას ტუხელი გენიალურია ხო. უნდა გაანადგუროს კალონი. ნახე, არგენტინის ნაკრების თავარი მიზანი იქნება ეს ტომას ტუხელის რაღაცა გერმანულ მანქანას დამსგავსებული ინგლისის ნაკრები დავარცხნილი და ყველა ფეხბურთელი შეითრიოს ემოციურ თამაში პროვოკაციებით ამოაგდოს ტემპიდან შეცდომები დააშობინოს ვიღაცებს და აი ეგეც ძალიან მიუხედავად იმისა რომ აქ საფრანგეთი ესპანეთი მაგარი თამაშია მაინც ევროპულ სამხრეთ ამერიკული ჯახი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რა ხამად ისტორიული დაპირისპირება მარადონას ხელი და ბეკემის გაძევება და ისე ბარემ აზტეკაზე ჩაიტარებინათ ეს თამაში და საერთოდ ისტორიული იქნებოდა ოკეი მე ვამბობდი გუშინ რომ ნეტა მესი მისია რამე ისეთი გაიტანოს სამარადონას და ვარის ეპოქაში რომ ეგ ვარის ვერ ხედავენ წარმოიდგინე ესე რო გააკეთე მიდებული კონდა ოკეი აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეეროთ ფინალებში გავარდნილი ორი გრანდი პორტუგალია და ბრაზილიას გულის პორტუგალიურენოვანი კი ბატონო მანამდე გეტყვით გამოდგა საუკეთესო პორტუგალიურენოვანი ქვეყანა ამ სოფლიო ჩემპიონატზე მანამდე გეტყვით რომ ვიდეო დაალაიქოთ არხი გამოიწეროთ და კომენტარი დაგვიწეროთ თქვენი აზრები იმ საუბრებთან დაკავშირებით რასაც საუბრობთ ბეკას დაწყდა გული განსაკუთრებით პორტუგალიის გავარდნაზე და ბრუნო ფერნანდესს ფაქტობრივად არ დაუტოვა ოჯახის წევრი ვისაც არ შეაგინა მთელი სეზონი ამას ხო აკეთებდა მე ხო გავაჩერეთ რაღაც ეტაპი რომ მაგარი ის ქონდა ეხა ისევ განაახლა როდის ვიზახდი რომ ბრუნო ფერნანდესი არაფრის ფაქტისი არა იმ დღეს გაბრაზებულზე ჩემთან იყო ამოსული და თქვა რომ 20 დღეში ერთხელ მეც ვითამაშებ ბრუნოს დონეზე ანუ ორჯერ ანუ არანაირი ნული წნეხი არანაირი არაფერი არ ქონდა სათამაშო ისტორიულად ყველაზე მცირე რაოდენობა ითამაშეს მატჩების და უბრალოდ ბრუნო ფერნანდესმა ეს ასისტები ხო გააკეთა მაგრამ ის ხო ვიღაცამ გაიტანა იმ ადამიანებს იმ კრედიტებს რატო უკარგავთ და ბრუნო ფერნანდესი არ ვიცი არ მგონია იმდენად მაგარი ფეხბურთელი რა შედეგიც ჰქონდა ამ სეზონში და აქ გამოჩნდა რა გამოსტა რომ რაღაც თავის თავზე ვერ აიღო რაღაც გადამწყვეტ მომენტში ვერ ივარგა ტაქტიკურადაც ცდებოდა თამაშის რიტმს ვერ აკონტროლებდა მოკლედ ძალიან დიდი ფაქტორი ის მართლა ის იყო რომ მანჩესტერს კვირაში ერთი თამაში უწევდა რეალურად და იყო ორჯერ სეზონში მომენტი როცა 20 დღეში ერთი თამაში ჩაატარეს სანაკრებო პაუზების გამო ამ სანაკრებო პაუზების გამო და პლუს იქ თასი დაემხვა იქ ლიგა რაღაცა მოკლედ ძალიან დიდი შუალებები ქონდა კერიქსას იმისთვის რომ გუნდი მოემზადებინა და მე მაგის მეშინია ყველაზე მეტად მომდევნო სეზონში რომ ეხა სამ დღეში ერთხელ იქნება თამაში ჩემპიონთა ლიგა იქნება 8 თამაში არის ჯგუფში პლუს თასები მანჩესტერს არ ყავს ისეთი შემადგენლობა და პირველ რიგში სიღრმე არა აქვს ჯერ ნახოთ რინებს დაიმატებენ ნუ ანდრეი სანტოს დაიმატეს და ედერსონი ვერ დაიმატეს ჩავარდა ედერსონი ძალიან გამიხარდა რომ სერიადან კიდე არ მოათრიეს ვიღაცა მით უმეტეს ატალანტადან ჰოილ რა ქვია ჰოილუნდი დიალო და ჰოილუნდი დიალომ გაამართლა რა გინდა ხო მოკლედ ბრუნო ფერნანდესი ვიტინიაზეც ასევე ვიტინიაზეც აბსოლუტურად იგივე პასუხისმგებლობა ვრცელდება ჩემი გადმოსახედით პორტუგალია ნუ ვერაჩვენა ის რაღაც ელო და ბევრი მიუხედავად იმისა რომ ესპანეთთან ეგ არის აი გვარდიოლას ფეხბურთელებსაც ემართებათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში იგივე დაემართათ ეხლა ლუის ენრიკეს ფეხბურთელებსაც რა და მანჩესტერის ბრუნოს ხო ნუ ბრუნო ფერნანდესი გასაგებია და იდეალური დროა ჩემი აზრით მანჩესტერმა გაიდოს ბევრს გადაიხდიან და ვიხეირებთ დანარჩენსაც შეეხება აი თითქოს რაღაცა გვარდიოლამ სიტიში ფეხბურთელებს უყოვა რაღაც კონკრეტული როლი იმ გრძელ დისტანციაზე რომელსაც იმ ერთ საქმეს აკეთებენ იდეალურად და იმის იქით აღარ უწევთ რაღაცა განსაკუთრებული რაღაცის გამოგონება. იგივე არის ალბათ ენრიკეს შემთხვევაში როგორ ვიხილეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა PSG-ს ფეხბურთელმა ჩააგდო. ნუ მენდეშმა კარგად ჩაატარა ტურნირი იგი. ტრაუმა მიიღო. ხო, ტრაუმა. აი ჟოაუ ნევესიც ვერ იყო გამოჩენილი. ანუ იდეაში ეგორი ადამიანი, იდეაში ეგორი ადამიანი არიან PSG-ს ნახევარდაცვაში, რომელიც ჭამენ ხო ყველაფერს.
ყველას მოლოდინი ქონდა რომ იგივე უნდა გაეკეთებინა საკად, იმიტომ რომ პლუს ერთი კაცი აი ფაბიან რუის და სხვა დანარჩენ პესეჟის ფეხბურთელებს არ ჩამოვარდება ეხა ბრუნო ფერნანდესის კლასს, მაგრამ აბსოლუტურად აცნელი იყო. ნუ მაგას ეხა წვნელის დანაშაულია ეგ თუ როგორ მოქმედებს თუ განწყობა სხვა განწყობა არის აქ და ატმოსფერო არ გასიტყვაზე თქვა და ისინიც ვერ ეგუებიან იმ სათამაშო სტილს, მაგრამ ეგეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი როგორც ეს ორი არიან, ჩემი აზრით, უნდა შეეძლოთ ადაპტირება, რომ მით უმეტეს სუსტად ერთი და იგივე საქმე აქვს, ორ გუნდში ხო, PSS-ის და პორტუგალიის. ეგ ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. იგივენაირად რა ვიღოთ? მეკარე მითამაშა კარგად გინდა. ხო, დიეგო კოსტა იყო ალბათ გამორჩეული რა. იმიტომ რომ პირადად გაიყვანა ხორვატიასთან. არა, ძალიან კარგი ის ჰქონდა. აქ უბრალოდ აქ რაც იყო დან მარტინესი რაღაც პერსონალურად თამაშობდა პორტუგალია, რაცა პორტუგალია რითაც უნდა ყოფილიყო, მაგალითად ცენტრი დაიჭირა, ცენტრი არ ჰქონდა საერთოდ. ანუ ყველა პორტუგალიელი, ყველა კლუბში საერთოდ ვინც თამაში იწყებს, იზრდება ზონური პრინციპით, იმიტომ რომ ფიზიკურად პორტუგალიელები არ არიან ხოლმე დიდი და ძლიერ, ნუ მენდეს არ ეხება, მაგრამ ზოგადად ვიცით ხო, არ არიან ეს მაღალი და დიდი ფეხბურთელები, რომლებიც პერსონალურად უნდა ათამაშონ, იმიტომ რომ პერსონალურად დაიჩაგრება, ანუ ვიღაც გაასწრებს, ან ვიღაც გადაუვლის ფიზიკურად და ან ეს ზონური ის არ ჰქონდათ და აი გოლის მერინოს გოლის ეპიზოდში აღმოჩნდა ხო რომ ეგრევე ამოვარდა რუბენ დიასის ხაზიდან რუბენ დიასი რაღაც მისდევდა დაძდებდა ამ ჯერ ოიერსაბას და მერე ფერან ტორეს და იქ შევარდა ანდრეზი რო ბერნარდო სილვამ დააგვიანა ბერნარდო სილვა ანუ მან ვიტინიას გაყვანა ძალიან დიდი შეცდომა იყო ალბათ იმიტომ რომ თელ სოფლიოზე ყველაზე კაი თამაში ჰქონდა შეიძლება გაეყვანა ვიტინია ოღონდ არ უნდა შემოეყვანა ბერნარდო სილვა უნდა შემოეყვანა რუბენ ნევეში რომელიც არის უფრო მძიმე ანუ და ბრუნო ფერნანდესმა აბსოლუტურად ყველაფერი ჩააგდო თუ დააკვირდება შეაწოდა კარგად ის ჯარი მაგრამ ვერ შეაგდო ნევეში იმიტომ რომ იმ პატარას მოუწია ბერნარდო სილვამ არ დაარტყა ეგ არა ნუ ბერნარდო სილვამ დაარტყა მანამდე კონსეისამ რო ჩააწოდა ჯარი მაგრამ ჩააწოდა ბოლო ეპიზოდი რაც იყო რა მანამდე იყო ნევეში შერბოდა ნეკარე შერბოდა და რონალდო კეტავდა და რონალდოს რომ ისულ ყოს გოლი იყო უეჭველი მაგრამ იქამდე არ მიივშე ისე აი სოհოისმა და რონალდოს არ აძლევენ პასს და რაღაც აი ბოლო გოლი რო გავიტანა მერინომ 7 წუთი ითამაშეს მერე და აი მანდ გამოჩნდა რომ მართლა არ აძლევდნენ მგონი პასს იმიტომ ბურთს არ შეხებია და არა და ქონდა ეპიზოდები როცა შეეძლო შეხებოდა ანუ რაღაც ერთ მომენტი იყო სიღრმეში ჩამოვიდა და არ გაუკეთეს პასი ну ჩაწოდებებზეც თითქოს რაღაც ბერნარდო სილვამ დაასწრო იქ ერთ ეპიზოდში აქ ჟოაო ნევეშმა და ეგ ეპიზოდი იყო იდეალური ისა მაგის აი ატმოსფერო რაც ბექამ ახსენა ზოგადად ამ სოფლიომდე ფიქრობდით და აი რაღაც პარალელებს ვავლებდით 2022 წლის არგენტინასთან რომ აი მთელი ქვეყანა და მთელი 25 კაცი შედგა იმისთვის რომ მესისთვის თამაშობდა მესისთვის აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ იგრძნობოდა იქ რომ ვინმე რონალდოსთვის თამაშობდა ძალიან დაბალი ენთუზიაზმით თამაშობდა რაღაცა ხო ანუ რონალდო მართლა მონაწილეობას არ იღებდა ზოგჯერ მე იმასაც არ მე ფიქრობდა ყოველთვის იმის მომხრევა რომ პორტუგალიის მსგავს ქვეყანას უნდა ყავდეს პორტუგალია მსვლელი ეს ჟორჟე რაგვარი ჟეზუსი ხო ეხა რომ მიიყვანოთ სოფლიოს წინ პორტუგალიელი მაინც არის რონალდოს მსვლელი იყო ბოლო ალნასში ერთა ლიგამ გაუკეთა ისეთი ისა ერთა ლიგის მოგებამ ხო პორტუგალია ძალიან ისე რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატი რა პორტუგალიას ახლა კარგად არ უთამაშია ეს ევროპის ჩემპიონატი მაგერ ჩვენს მოუგეს და ბრაზილია მეორე ნაკრები რომელიც მაინც თქვი რომ პორტუგალიაზე ცუდად გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატს ხო მაგრამ ბრაზილია შეეძლო მოიგო თამაში ნორვეგიასთან პენალტი უნდა გაიტანო რაღაც ერთ-ერთზე უნდა გაიტანო ანუ კარლო ის გეგმა რაც კარლო ანჩელოტიმ დაანონსა რომ ჩვენ დიდ თამაშებში ვითამაშებთ მეორე ნომრად მე ერთი წელი ვარო მოსული ერთ წელიწადში მე ვერაფერს ვერ ავაწყობ ნაკრებშიო ჯერ და ამიტომ გვექნებაო ეგეთი აქცენტი რომ ჩვენ უბურთოდ ვიქნებით ნუ მეტნაკლებად საიმედოდ ვითამაშებთ დაცვაში და ვინისიუსი ყავს კონჩეტებებზე რომელიც გაიქცევა ანუ კარლო ანჩელოტიმ ამ ხრივ კარგი სამუშაო ჩაატარა უბრალოდ იყო რაღაც დეტალები რაც კარლო ანჩელოტი შეცდა მაგალითად როცა გიმარაისმა რომ პენალტი დაარტყა ხო ეგ საერთოდ გაუგებარი იყო რა სამსახურის შტაბის გადაწყვეტილება ყოფილა თან მე აბსოლუტურად გაუგებარი იყო როცა 0-0 ანგარიში ბრაზილია სადაც კონჩეტებებზე თამაშობს მომენტები ექმნება აი რა საჭირო იყო ნეიმარის გამოყვანა რომელიც ნუ აღარ არის უკვე კონჩეტებაზე გამქცევი კაცი არც გამქცევიც კი აღარ არის პლუს ანუ ერთი კაცი გაკლდება უბურთოდ ავტომატურად ანუ ვინისიუსი ისედაც შეგნებულად ტოვებ მაღალ პოზიციაში ხო ანუ უბურთოდ არ გეხმარება ნეიმარი მეორე კაცი დაგაკლდა უკვე და შესაბამისად ისე გადაიწყო სქემა რომ ენდრიქს უწევდა ფლანგზე თამაში და ზუსტად ენდრიკი მოატყუა შელდეროპმა და ჩაუწოდა მერე ჰოლანდს რა ანუ ეგ იყო რაღაც ისეთი მაგრამ ნუ იდეაში სწორია რომ ანჩელოტი დატოვეს ეხლა უკვე დიდი დრო ექნება და შეუძლია ახლა თუ მიყავს ანჩელოტი ჯერ ერთი ერთ წელიწადში უთხრა რომ წადი ახლა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე ხო კოპა ამერიკა არგენტინაშია
არა, არგენტინაში არა. არ არის არგენტინაში. არგენტინაში. მე ბოლოს ეხლა შევამოწმე ზუსტად ეგ. მე მგონი ისევ ამერიკაში ჯერ აპირებენ. არ არის გადაწყვეტილი სად იქნება. ეხლა ნახეთ გუში რომ არგენტინაში, ანუ გუში ვჯელოდით მე დაამთავრებს თუ რა აი მაგათ თემაზე ვჯელოდით. ხო და არ დაამთავრებს, იმიტომ რომ ეხლა არგენტინაში არის კოპა. ესე იგი გადაწყვეტილა, იმიტომ რომ მე დაახლოებით ალბათ 5 დღის წინ საუბრობდი ბიჭებთან და გადავამოწმე და ისე წერა, რა ქვია, to be defined წერა, რა არისო გადაწყვეტილი. შეიძლება გადაწყდა, მაგრამ დავიჯი რომ არ დაიწერებოდა მაგაზე. ხო, არ მომიწევს რაღაც თვალა. საინტერესოა. ოკეი. ხო, ნუ ანჩელოტი მაგ ზოგადად, ანუ სწორად იმუშავა, უბრალოდ რაღაც შეცდომები ჰქონდა და ნუ ბრაზილიას აღარ არის ეს ბრაზილია საჩემპიონო გუნდი რა. არა, სისულელე რა. ისეთი შემადგენლობი საჩემპიონო. ბრაზილიას რა ტენდენციას აქვს სოფლიოდან სოფლიოზე, ზუსტად ეგრე მიდის ბრაზილიური ფეხბურთის რა. ეხლა ან მაგ გავარდნის შემდეგ ძალიან ბევრი რაღაცა იწერებოდა და ყველაზე ისეთი ვინ თქვა აი ლადო ამბობდა ლადო რაცუშვილი რომ შეხვდა ბრაზილიელებს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ პირველ რიგში კორუფცია არის ახალგაზრდულ ფეხბურთში. იმიტომ ფაქტობრივად არ მოსდის ისეთი ფეხბურთელები რომელსაც მიშოული ვართ რა ბრაზილიისგან. რომ აი მართლა რაღაც ფეხბურთი, ფინტები, გოლები, ლაგი თამაში ერთ პოზიციაზე რომ ბევრი მაგარი ყავთ და რაღაცა თავსატეხი არის ყველასთვის და არა მართლა ჟოაო პედროს ავიყვან თუ იგორ ტიაგოს ეს ხო საშინელება არის საერთოდ და მეორე რომ ძალიან ახალგაზრდა მიყავთო ევროპაშიო და აი ფაქტობრივად იმ რაღაცა კრეატიული გადადის მე უკან და უფრო სტატისტიკური, ტაქტიკური და ბევრად უფრო პრაგმატული ფეხბურთისკენ მიიწევენ. მაგაზე ხო თქვა კაფუმ პრემიერ ლიგამ მოგვიკლა თაობა ბრაზილიის ნაკრებს, იმიტომ რომ ეგრევე ახალგაზრდა ასაკში მიყავთ პრემიერ ლიგაში და იქ უკვე აი სტატიკურ იმაში ზრდიან რაღაცა. ნეიმარმა გახსნა ეგ ისა რა, ნეიმარი თავიდანვე გამოჩნდა უცებ. თან ეგრევე ისე შეირაცხა რომ პელეს მემკვიდრე და რაღაც. ხო და ნეიმარი წაიყვანა ბარსელონამ, ამის მერე რეალმა დაიწყო ეგ პოლიტიკა რომ ვინცღაც ბრაზილიელს ვინც გამოჩნდა ეგრევე მოყავდათ რა. ხო, თან იმას საკმა დაიწყია რა. როდრიგო, ენდრიკე კიდე ვიღაცები იყო რომელიც აი რეინირი რო იყიდეს თუ რეინი საერთოდ რო არ გამოჩნდა მე ან ვიღაცებმა არ გამართლა ვიღაცებმა გამართლა მაგრამ ეგრევე ყველა მოყავდათ რა. და მე ამას აყვა კიდე პრემიერ ლიგა და აი ხა რაღაც 12 წლის ბავშვებს ჩელსი მე ხარ წამოიყვანა ანდრეი სანტოსი ესტევაო. ანდრეი სანტოსი სტრასბურგში თამაშობდა და ეგრევე ჩათვლია. აი ესტევაოს მეტი ეგეთი არ მახსენდება რომ არა მე რას გეუბნები იცი რომ ეგეთი პატარა წამოიყვანა და ეგრევე პრემიერ ლიგაში შეაგდეს რა. ხო მაგრამ უკვე ამის არ მახსენდება ეგ. სწორია რომ ამის უკვე 12 წლის ბავშვებს ფორმებენ კონტრაქტებს რა შეა ვიცი. აცადე იქნებ სულ არ უნდა ფეხბურთელობა გაიზარდოს თორემ რა 12 წლის სხვა რამე მომუნდა 15 წლის ასაკში რა 12 წლის ბავშვებს უფორმებ ჩელსის სიზონის ბოლომდე ჩელსიში 2055 წელს ერთი ნერვები რაზეც მომეშალა იყო ის პენალო დაინიშნა ნორვეგიის კარში და ნუ გასაგებია რომ ნეიმარს უნდა დაერტყა და აი ბოლო გოლი და ბლა 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 რატო ჩათვალა ნეიმარმა რომ იქ დრო ქონდა რომ ნილანს დალაპარაკებოდა და მერე გოლი რო გაუტანა კიდე რაღაც ანუ იმისაც რომ ის ბიჭო დანებებული ადამიანის საუბარი რომ ნუ ნეიმარი სიტყვით მაინც გავამწარო ნეიმარი მე ძალიან მიყვარს ახლა როგორც ფეხბურთელი რა ნუ ხა ფოტოების გადასაღებად იყო მგონი წასული ამ სოფლიოში აი ხა იმას მაგრამ ხა იმას თამაშობს ოქია პოკერის სოფლიო ჩემპიონატზე ვეგასში გუშინ წუხელ ზუსტად გამთენიისას ვნახეთ ნეიმარი ოქტაგონზე კონორ მაკგრეგორი რა დაბრუნება რომელიც არ შედგა იგივე მოხდა ნეიმარის შემთხვევაში. არ ვიცი ხა წაიყვანა არ წაიყვანა ჟოაო პედრო თუ ნეიმარს შეეწირა ეს მეორე საკითხი და აბსოლუტურად ანომალია. არა, იმასაც არ მომბობა ხარო ჟოაო პედრო წაიყვანა და სოფლიო ჩემპიონები გახდებოდა ბრაზილია მაგრამ რა თქმა უნდა. ნუ ხაშეს რომარიოს ინტერვიუს კითხულობდი იმ დღეს კარლო ანჩელოტისო გავაგდებდი ნაკრებიდანო და აკრიტიკებდა განსაკუთრებით იმაზე რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფლანგის დამცველი ყავდა ვესლი და გვემტრაო და იმისაც რომ თუნდაც ვინმე ფლანგელი გამოეძახებინა გამოეძახა ედერსონიო. ისე ანჩელოტისაც გასამართლებლად ისიც ვარ გარო ნუ ვესლი ტურნირამდე დაემტრა. ტურნირის დროს რაფინია დაემტრა და ლუკას პაკეტას დაემტრა. ნუ რთულ იმაში უწევდა მუშაობა და ხო ანუ მესმის რა ჩვენ თაობისთვის მილენიალებისთვის ახლა ბრაზილია ასოცირდება რონალდო, რივალდო, რონალდინიო და ეგეთი ისინი აბაჯენზის კითხეთ? ხო, მე არ ვიცი ჯენზისთვის შეიძლება უკვე აღარა ბრაზილია ის სიმაღლე რაც თქვათ 90-იანელებისთვის იყო რა. მარტო კარნავალია დარჩენილი. ეგ არის სოფლიო ჩემპიონატზე პრინციპში საუბარს მორჩით, რისი თქმაც უსურდა ყველაფერი ვთქვით. ეხლა აუცილებლად უნდა შევეხოთ საქართველოს ქართული გუნდების მატჩებს ევროპის საკვალიფიკაციო ევროტურნების საკვალიფიკაციოებზე 4-დან 3 გუნდმა მოიგო რაც ცალსახად კარგია კოეფიციენტებიც ხო დავიგროვეთ ასე ვთქვათ კიდე +3 მოგება გვჭირდება რომ 4 გუნდი დავიბრუნოთ 4 გუნდი დავიბრუნოთ 3 მოგება
ანუ შეიძლება ამავე ეტაპზე მოვახერხოთ ეგ? ან 6 მოგება გვჭირდება, ან 8 არ მახსოვს ზუსტად. რაოდენო. ხო, მაშინ 0.6-ო მე 0.750 რაღაც ეგეთ ფერად დაემატა, ხო? ხო, განსაკუთრებით მოდი მარცხით დავიწყოთ, განსაკუთრებით გული დამწყლა ტორპედოს წაგებაზე, თან ისე წააგო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხოლმე წარმატებას უსურვებ ქუთაისის ტორპედოს, სამწუხაროდ ოპტიმისტურად ვერ ვიქნებით განწყობილი მეორე თამაშის წინ, იმიტომ რომ ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდნენ. პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი, რომელიც მეკარემ აიღო აზერბაიჯანელთა მეკარემ და დანარჩენი სრული უპირატესობა იყო ზირას მხარეს და ფაქტობრივად მეტოქის ნახევარზე ვერ გადადიოდა. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვადევნებთ თვალს ასე თუ ისე ტორპედოს შიდა ჩემპიონატში თამაშებს, გამიკვირდა ის, რომ დიეგო დეისაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში. როგორც წესი, ტორპედო თამაშობს ორი ფორვარდით, ანდრიჩი და დეისაძე. მარტო თამაშები არ იყო. ანდრიჩი იყო. ბოლო თამაშებში ამოვარდა. უბრალოდ ნახე, მთელი სეზონის განმავლობაში ხარ 18 თამაშს რო თამაშობ, 16-ში რო ერთი შემადგენლობა ყავს, რავი, როტურნირებზე წესი რეგუნა თამაშ. კლეეჩი არ იყო კიდე ძირითადში და იყო ოთო გოშაძე და ოთოს მართლა მაგარი თამაში ჰქონდა, ალბათ გოშაძეს ეგეთ თამაშს რო არა, შეიძლება 7-0 წაიგო ტორპედოს და თვითონ სიტუაცია არ არის ჯანსაღი უკვე ტორპედოში ჩანს, გულშემატკივრების ვიდეოები ალბათ ნახეთ, თავისელს კლაუ რა თქმა უნდა უპირისპირდებიან. არ ვიცი, უდიდესი ალბათ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში თუ ზირასთან გამოვარდა ტორპედო, ალბათ გაუშვებენ შუსტერს. ეგეთი შთაბეჭდილება იქნება, იმიტომ რომ მაშინ ეხა იმიტომ არ გაუშვეს, რომ კამბექის იმედია. ეხლა გაშვებას რა აზრი აქვს ბექ? არა, ხო, ცოტა უცნაური არის, მით უმეტეს ეხა ორი ფეხბურთელი დაიმატეს, რომელმაც ოკეი, იქ პენალტებში გაიტანა სუპერთასის ფინალში ერთმა სადებიუტო თამაში გაიტანა გოლის დილასთან 1-0 მორჩა. მოკლედ იქაც ძალიან უცნაური თამაში იყო, იმიტომ რომ კონცენტრაციაზე ითამაშეს ფინალი, სადაც ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ თითქოს იმდენი ძალისხმევა არ ჩაუდია ტორპედოს, რომ ეგ უპირატესობა ჰქონოდა, ვიდრე რომ საბურთალო იბერიაში სტომბებს მოყვა ეგ ყველაფერი. და მე ჩაჯდნენ უკან, თითქმის არაფერი არ შეუქმნიათ, ერთი მომენტი ჰქონდა ისევ დეისაძეს, როცა შეცვლაზე შემოვიდა. და ორი გოლი გაუშვეს, მე მთელი მეორე ტაიმი დაცვაში იყვნენ ჩამჯდარი და შუსტერმა როგორც თქვა ჩვენთან ინტერვიუში, რომ იბერია უკეთესი გუნდი იყო და ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა იმაში, რომ ჩემპიონები გავხდით. იქაც გოშაძე მოიგერია პენალტი და ეგრე გახდნენ ჩემპიონები. ძალიან უცნაური გუნდი არის სეზონიდან გამომდინარე, რომ სადღაც შეიძლება ყველაზე მოულოდნელ თამაში ითამაშოს კარგად, მაგრამ ყველაზე ფავორიტი პოზიციიდან უშასო წააგოს. აი ეგ მაგის იდეალური ის არის, ჩამოვიდნენ მოიგეს დინამო თბილისთან და წააგეს გაგრასთან. და მე სახს წავიდნენ წააგეს გაგრასთან. ხო გახსოვს ედო რომ ამბობდა, რომ გავავსებთ შენგელი არენას ტორპედოს დინამოს რომ მოუგეთ შემდეგო და წავიდნენ და სახს წააგეს გაგრასთან. მე უბრალოდ არ მინდა მჯეროდეს, რომ ქუთაისის ტორპედოსა და ზირას შორის ამ ხელას ხვაობა, ზოგადად ქართულ გუნდსა და რომელიც ევროტურნირზე თამაშობს და აზერბაიჯანულ გუნდს შორის ამ ხელას ხვაობა, რომ შეიძლება იყოს რა უყურე მე მაგ თამაშს და იმიტომ რაღაცა ჰაილაითები და ფლეშკორით არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში რა. მაგ ხელას ხვაობა არ არის. ალბათ რაში კლასში ან ფეხბურთელების ხარისხში არ მგონია რომ მაგ ხელას ხვაობა იყოს ფეხბურთელების ხარისხში. ჩემი აზრით ხვაობა არის მიდგომაში და მენტალიტეტში. შეიძლება კი. აი ზუსტად ეგ არის, თორე აი ხა მაგალითად იქაც ორი ქართველი თამაშობს პაბუნაშვილი და ლოკო. ძალიან კარგად ითამაშეს, ვოლკომა გოლი გაიტანა. აი აქეთ აი თამაშს აკლდა რაღაცა. მუხტი აკლდა, мотиваცია აკლდა, ბრძოლის უნარიანობა აკლდა. აი თითქოს თავიდანვე შეგუებული პოზიციიდან იყო თამაში, რომ ჩვენ მაინც წავაგებთ. რაღაც ან ეგ არ ვიცი, ეგ შეიძლება რაღაცა ბევრი ფაქტორიზმიდან გამომდინარე იყოს. ზირასთან თუ გადიხარი ისე რომ მაინც წავაგებთ, მაშინ რა ევროტურნირზეა საუბარი ხოწევი. სიგიჟეა ეგ. ეგ არ ვიცი, შეიძლება რამე შიდა ფაქტორიდან იყოს გამოწვეული, რაც ჩვენ არ ვიცი, ან რაღაც სხვა მიზეზი იყოს. არა, ჯანსაღი გარემოდან. ხო, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა იყო, მაგრამ ეგ ჩემი აზრით ეს ის მომენტია, რომ ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს მაგ მომენტში და როცა გადიხარ მით უმეტეს ჩვენ ხო გვიყვარს ეს რაღაცა შიდა დაპირისპირება ეროვნული, რომ აი ეს რაღაცა ამიერკავკასიის ლიგა გავაკეთოთ და რაღაცები და ეგ იყო ამაზე უკეთესი რა გინდა. ხო, ეგ იყო ეგ მომენტი, რომ აი აზერბაიჯანში უნდა წახვიდე და მოიგო არ მჯერა რომ ზირაზე უკეთეს სათამაშო პირობები არა აქვს, თუნდაც სავაჯიშო პირობები არა აქვს. ტორპედოს არ მჯერა რომ თუნდაც ხელფასები არის ნაკლები ტორპედოში ვიდრე ზირაში არის. შეიძლება იქ რაღაც
ცოტა მეტი იყოს, მაგრამ ისეთი რომ კატასტროფულ სხვაობას ვერ შექმნის შემადგენლობებს შორის რა. ვერ შექმნის და შესაბამისად ტორპედო არის ყველაზე უცნაური кейსი ალბათ ქართულ ფეხბურთში. იმ შესაძლებლობებით, იმ ბიუჯეტით და იმ ზოგადად საფეხბურთო ატრიბუტებით, რაც ამ კლუბს გააჩნია ფანების ჩათვლით, რომელსაც შეუძლია იყოს ერთდროულად ძალიან კარგი და ფეერიული გუნდი და შეიძლება იყოს აბსოლუტური უსახურობა, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფეხბურთი. კი ბატონო. ნებისმიერ შემთხვევაში ყველას არა მხოლოდ თვითონ ქუთაისში მცხოვრებულ შემოქმედებს ძალიან გული რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმიტომ რომ ეხლა ჩვენ დავიწყეთ ეს საქმე ვიმედოვნებით იმას, რომ ჩვენი საქმის თავარი მომენტი და ასე ვთქვათ ენთუზიაზმის იქნებოდა, რომ რაღაცა ჩვენ წყვილს შევიტანდით ამ საქმეში, რომ მეტად მეტ ხალხს ენახა თუ რა ხდება ეროვნულ ლიგაში თამაშები როგორ მიდის ასე შემდეგ და რაღაცა ისეთი განწყობა ქონდა რა, რაღაც აი ჩემთვის ეგრე მოდიოდა, რომ ის მომენტი უნდა დადგეს, რომ უნდა შევიდეთ ჯგუფში. და რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა გქონდეს გუნდების რაოდენობის ჩათვლით და რაღაც ამ შედეგებით ის რომ რაღაც სიტყვაზე ვთქვათ რაღაც მომენტში იქნებ მეორე ეტაპიდან დავიწყოთ კონფერენციაზე ჩავერთო და 4 და 5 თამაში არ ქონდეს გუნდებს მოსაგები იმისთვის რომ ის ჯგუფში შევიდნენ მაგრამ უცნაურია იქიდან გამომდინარე თუ როგორ იწყება სეზონი აი ეხლა ამას ვიზამთ და აი სეზონი რა 4 თვეა ხო 5 თვეა რომ დაიწყო და აი თითქოს ის ყველაფერი ჩაკარგულია და რაღაცა ცუდ რეალობაში და რაღაც ამღვრეულ წყალში რაღაცა გამოჩება მის ცოტა უცნაურია ყველაფერი. თითოეულ შანსს უნდა ჩავეჭიდოთ კაცო მართალი ხარ აბსოლუტურად. ტორპედოზე ნებისმიერ შემთხვევაში ხა მე ეჭვი არ მეპარება რომ ბრძოლა ასე ვთქვათ იქნება და გულშემატკივრებსაც კიდევ ერთხელ მოუწოდებ ვინც ქუთაისში ხართ ან ქუთაისთან ახლოს ხართ მივიდეთ სტადიონზე რამაშენგელიაზე ხარ დაუჭიროთ ქუთაისის ტორპედოს იმიტომ რომ ვიცი სასწაულები ხდება და კიდევ ერთხელ ამბობ რომ ზირა რაღაცა სასწაულები კაცი გაუგდონ მესამე წუთზე და პენალტი დაინიშნოს და 10 კაციან ზირას რაღაცა მოუხერხოს ამოატრიალოს ამ ტორპედომ მოკლედ წარმატებებს უსურვებთ ბუნებრივია ქუთაისის ტორპედოს კარგზეც ვთქვათ სამა გუნდმა მოიგო თავარი არის ის რომ იბერიამ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე და სტუმრად თან და ეგ ძალიან კარგია 14 ივლისს იბერია 1999 საკუთარ მოედანზე ჩვენგან ეხლა ძალიან ახლოს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს ფლორას ტალინის ფლორას და ძალიან გთხოვთ და მოგიწოდებთ რომ მოვიდეთ სტადიონზე ბილეთის ფასი საკმაოდ მისაღებია და ეს არის რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბოლო წლებში, იმიტომ რომ თუ ეს ეტაპი დაძლია იბერიამ, შემდეგ უკვე გაცილებით რეალური ხდება რაღაცეები. 2019 წლის მერე პირველ ეტაპს არ გავწდნენ ვართ ქართული კლუბები. ჩემპიონთა ლიგაზე და მაშინ ის ბედნიერება არ იყო, რომ კონფერენციაში ჩამოდიოდი არის. კონფერენციის ლიგა არ არსებობდა მაშინ. ხო, იბერიამ თუ ეს ეტაპი გადალახა და დარწმუნებული ვარ რომ ამას მოახერხებენ დემჩენკოს ფეხბურთელები, შემდეგ უკვე ხდება სლოვან ბრატისლავას და იქ რომც წააგოს, მერე უკვე ის უკვე დომინო არის უკვე. მოკლედ, ყველაზე ცუდ ვარიანტში თუ იბერია გადალახა ფლორას ბარიერი, სულ რომ შემდეგ დაიგრძეს ქვეყანა კონფერენციის ლიგის პლეი-ოფის ფინალს ითამაშებენ. სადაც ერთი დაპირისპირების მოგების შემთხვევაში უკვე კონფერენციის ლიგის ჯგუფში ითამაშება. კი ბატონო. ანუ მოდი ისე ვთქვათ, რომ წილსყარი ძალიან გაუმართლა იბერიას და ამ გამართლების ვერ გამოყენება იქნება აბსოლუტური კატასტროფა. ყველანაირი გაგებით. მით უმეტეს აქვს ამ გუნდს იმის რესურსი, რომ ეს რაღაცა ორი კონკრეტული დაპირისპირებისთვის ისე მოემზადოს თუნდაც ტექნიკურად თუ გინდას განწყობის ხრივ და ასე შემდეგ რომ ეს ორი თამაში მოიგოს და შევიდეს კონფერენციის ჯგუფში. მოდი ასე ვთქვათ, რომ ყველას გაგვიხარდება სლოვანთან გამარჯვება, მაგრამ ეგ არ არის ალბათ ეგ არის ბონუსი. იქამდე მივიდეთ ბექა ჯერ ფლორა გავიაროთ. არა, ხო, ნუ ჩვენ ეხლა ვამბობ რა შეიძლება მოხდეს. ხო, მაგაზე გვექნება საუბრის დრო, ვლოგსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ, მოკლედ ვაპირებთ, რომ იბერიას თამაში გავაშუქოთ. დინამო თბილისმაც გაიმარჯვა ლუქსემბურგში 2-1 სტანდარტებით, კი ბატონო. ნიკანინოას კუთხურებით. იქნებაი ვაწაძის და ისა ბაქარქარდავას გოლი ძალიან გავდა. ძალიან გავდა ერთმანეთს, ხო? ახალ ზოლთან ჩაწოდება. კი ბატონო. და გორეს დილამაც მოიგო სახლში. არ ვიცი, მე
სამშაბათს რო ნახე რომ იბერიას თამაშებს აჩვენებდა ერთ-ერთი ქართული ტელევიზია 4 შაბათს რო დადგა თუ 5 შაბათს დადგა სიტუაცია რომ არც ტორპედოს თამაში იყო და არც დინამოს თამაში იყო ტელევიზორში ძალიან გამიჯერდა ტორპედო იყო კაცო ტორპედო კი არა გორიზდილა თან იმის გათვალისწინებით რომ გორიზდილა სახლში თამაშობდა და მე რაღაც ძველი დრო გამახსენდა რომ ლინკებზე ვიპოვეთ დინამო თბილისის თამაში და კარგი ისაა რომ მოიგო იმას შეგახსენებთ და გეტყვით რომ დინამო თბილისი ყველას რაღაც გაურკვევლობა არ შემოვიტანოთ ეგ არის კლუბების გადაწყვეტილება რადგან ამ ეტაპზე სანამ ჩემპიონთა ზოგადად UEFA-ს იურისდიქციის ქვეშ არ გადავა მატჩების გაშუქების ნაწილი მანამდე სრული პასუხისმგებლობა ყველა თამაშის გადაღებაზე აქვს კლუბს შესაბამისად კლუბის გადასაწყვეტი არის სად გადაიღებს, როგორ გადაიღებს და შემდეგ ამ ტრანსლაციას ვის მისცემს, მიყიდის თუ დაავარტერებს და ასე შემდეგ. შესაბამისად თუ კლუბის ნება არ იქნა რომ ესე გავრცელდეს მათი ტრანსლაციები მეორე მხრიდან ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ მან ბევრი დეტალი შემოდის რა. პირველ რიგში ფინანსური ნაწილი რომ აი მე შენ რომ მოგცე ფული გადამიხადე, მაგრამ მე რაში უნდა გადაგიხადო ფული, რომ შენ მოკლედ ცოტა რთული პროცესები მიდის რომ იცოდეთ და ასე რომ პირველ რიგში ეგ არის კლუბის ვალდებულება რომ გადაიღოს და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების საგანია როგორ გაშუქდება ეს თამაში. კი ბატონო, 16 ივლისს თამაშობს დინამო თბილისის სახლში, სახლში თბილისში, ოღონ საკუთარ სახლში არა, დინამო არენაზე არა, კენივერსტის კონცერტის გამო საფარი შესასვლელი გვაქვსო, ასე გვითხრეს და მოკლედ 16-ში მიხელნესკზე თამაშობს დინამო თბილისი, ჩვენ მანდაც ვიქნებით და თქვენც მოგიწოდებთ. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს რომ აი ამ ორ თამაშზე რომელიც არის 14-ში და 16-ში შესაბამისად იბერიას და დინამოს თამაშები ხალხი იქნება იმიტომ რომ ევროტურნირებზე რაღაცა იღვიძებს ხოლმე მაყურებელი და მით უმეტეს რომ პირველი თამაშები ორივეს მოგებული აქვს ამან შეიძლება კიდევ უფრო პოზიტიურ ჭრილში დაანახოს გულშემატკივარს და შესაბამისად ხარ დაუჭიროთ მოკლედ ქართულ გუნდებს გვაქვს და არის შანსი იმისა რომ ერთმა გუნდმა მაინც რომელიმე ევროტურნირზე ითამაშოს წარმატებები მოკლედ კიდე გვაქვს რამე სათქმელი? გარდა იმისა რომ ხალხს მოუწოდოთ რომ მოვიდეთ წითელი თეთრები ჩავიცვათ იბერიაზე, ლურჯი ჩავიცვათ დინამოზე და მხარ დაუჭიროთ მოკლედ ქართულ გუნდებს. მარტო ევროტურნირებზე არიაროთ, ეროვნულ ლიგაზე მოდით. ეროვნულ ლიგაზეც აუცილებლად უნდა მოხვიდეთ მოკლედ, თუმცა აი ეგ ბექა ეხლა შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ევროტურნირებზე გასვლა დარწმუნებული ვარ ხალხის ინტერესს გაზრდის შიდა ჩემპიონატის. ბეჯერ გვინახავს უკვე ეს. კი ბატონო, წარმატებები მოკლედ ქართულ ფეხბურთს უპირველეს ყოვლისა და ისურვებს რომ საინტერესო ნახევარფინალები ნახავთ სოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენ როდის ბრუნდებით. ვლოგებით როგორც ვთქვით, ბრუნდებით იბერიას თამაშთან და დინამოს თამაშიდან. როგორ? იბერიას და დინამო თამაშის ვლოგებითაც დაბრუნდებით და შემდეგ გვემ სოფლიო ჩემპიონატის რაღაცა შემაჯამებელი გადაცემა გვექნება. მას შემდეგ რაც გავიგებთ ვინ გახდება სოფლიო ჩემპიონი და სად წავა. თასი ნანატყი. კი ბატონო, მოკლედ გიორგი რეზი და ბექა ვიყავით თქვენთან ერთად, ვიმყოფებოდით ტერმინალში, კიდევ ერთხელ მადლობა ტერმინალს იმისთვის, რომ დაგვიტყო სივრცე. ჰაფჯის უთხრათ მადლობა, თქვენ კი კიდევ ერთხელ მოგიწევთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და უყურეთ ფეხბურთს. დროებით.